როდესაც პოლიციამ ეროსი მანჯგალაძის ბინაში შევიდა, მაგიდაზე იდო ერთადერთი ფოტოსურათი, არა ოჯახის, არა შვილების, არა ცოლის. მხოლოდ მიკროფონი და ის თავად ახალგაზრდა ბედნიერია 1965 წელს. ფოტოს უკან ხელით ეწერა, ერთადერთი ჩემი სიყვარული. 90 წლის მანძილზე ამ კაცმა, რომლის ხმა ყოველ საქართველოს სახლში ჟღერდა, არავის არ უთხრა ეს საიდუმლო, რომ მიკროფონი იყო მისი ერთადერთი მეგობარი, ერთადერთი მსმენელი, ერთადერთი, ვინც არასოდეს მიატოვა. მაგრამ რატომ? რატომ კაცი, რომელსაც მილიონები უსმენდნენ, თავად არავის ჰყავდა გვერდით? რატომ დარჩა საქართველოს ხმა სრულიად მარტო იმ ბინაში, სადაც კედლებზე ჯილდოები ეკიდა, მაგრამ არავინ იყო, ვინც წყალს მოასხამდა? ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც ეროსი მანჯგალაძე ამ საშინელ მარტოობისკენ მიიყვანა? და რატომ ამ ფოტოზე, ამ ერთადერთ ფოტოზე, რომელიც მან შეინახა, მისი თვალები ისე ბრწყინავს, როგორც აღარასოდეს ბრწყინავდა შემდეგ. 1965 წელი. თბილისის რადიო. ახალგაზრდა ეროსი მანჯგალაძე, 22 წლის, პირველად შედის სტუდიაში. მისი ხელები კანკალებს, როცა მიკროფონს ეხება. რეჟისორი, ძველი, გამოცდილი კაცი, ეუბნება, შენ ხმა გაქვს, რომელიც ღმერთმა მოგცა. მაგრამ ხმა მარტო არ არის საკმარისი. უნდა იცოდე, როგორ მოკლა ის. ეროსი არ იცოდა მაშინ, რომ ეს სიტყვები იქნებოდა მისი ცხოვრების წინასწარმეტყველება. რომ ის ნამდვილად მოკლავდა თავის ხმას, თავის სულს, თავის გულს, ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წამს, როცა მიკროფონთან იჯდებოდა და ღიმილით საუბრობდა, მაშინ როცა შიგნით ყველაფერი იშლებოდა. პირველი წლები იყო ზღაპარი. ეროსის ხმა გახდა ლეგენდა. როცა ის ფეხბურთს აკომენტირებდა, ქუჩები იცლებოდა, ყველა სახლში იჯდა რადიოს მიკრული. მისი ხმა იყო ისეთი, რომ შენ გრძნობდი, შენ იქ ხარ მოედანზე ფეხბურთელებთან ერთად. როცა ის ფილმებს აუხმოვნებდა, კინოთეატრები იყო სავსე. ადამიანები ამბობდნენ, ეროსის ხმა უფრო ლამაზია, ვიდრე თავად მსახიობის სახე. მაგრამ არავინ იცოდა, რომ ამ ხმის უკან იყო კაცი, რომელიც ყოველ საღამოს სახლში მარტო ბრუნდებოდა. არავინ იცოდა, რომ როცა ის სტუდიიდან გამოდიოდა, მისი ღიმილი ქრებოდა როგორც მზე ღრუბლის უკან. არავინ იცოდა, რომ ის ყოველ ღამეს იჯდა ფანჯარასთან და უყურებდა ქუჩაში გამვლელ ოჯახებს, მამას, დედას, შვილებს და ფიქრობდა, რატომ არა მე? რატომ არ მაქვს ეს? 1967 წელს ეროსი შეხვდა ქალს. მედია. ის იყო მომღერალი, ახალგაზრდა, ლამაზი, ნათელი თმით და თვალებით, რომლებიც ბრწყინავდნენ, როცა ის სცემდა. ეროსი შეუყვარდა მას პირველივე წამში. პირველად თავის ცხოვრებაში მან იგრძნო, რომ მისი გული ცემს არა მიკროფონისთვის, არამედ ცოცხალი ადამიანისთვის. ის დაიწყო მისთვის ლექსების წერა, ყვავილების კიდვა, მისი სახლის ფანჯრის ქვეშ დგომა ღამით, როგორც გიჟი ახალგაზრდა. მედია იცინოდა და ეუბნებოდა, ეროსი, შენ ხარ უცნაური. შენ ხარ ცნობილი, შენ ხარ საქართველოს ხმა, მაგრამ შენ ისე იქცევი, როგორც სკოლის ბიჭი. ეროსი პასუხობდა, იმიტომ რომ შენთან ერთად მე ვარ ბიჭი. შენთან ერთად მე ვარ ცოცხალი. მაგრამ მედიას ჰყავდა სხვა. პროდიუსერი. ძლიერი კაცი. კაცი, რომელსაც ჰქონდა ფული, კავშირები, ძალა. კაცი, რომელიც აკონტროლებდა, ვინ იმღერებდა, ვინ გამოვიდოდა სცენაზე, ვინ იქნებოდა ვარსკვლავი. მედია ეუბნებოდა ეროსს, მე მიყვარხარ, მაგრამ მე მჭირდება კარიერა. მე მჭირდება სცენა. და ის შეუძლია მომცეს ეს. ეროსი ევედრებოდა, მე შემიძლია მოგცე სიყვარული. მე შემიძლია მოგცე ყველაფერი, რაც მაქვს. მედია თავს აქნევდა, სიყვარული არ არის საკმარისი. სიყვარული არ გაკეთებს შენ ვარსკვლავად. ერთ საღამოს 1968 წელს ეროსი დადიოდა ქუჩაში. წვიმდა. ის არ ატარებდა ქოლგას. ის უბრალოდ დადიოდა და წვიმა ეცემოდა მის სახეზე, ერეოდა ცრემლებს. ის გაიარა მედიას სახლის გვერდით. ფანჯარაში ნათელი იყო. ის დადგა და უყურებდა. შიგნით ის იყო, მედია, პროდიუსერთან ერთად. ისინი იცინოდნენ. ისინი სვამდნენ შამპანურს. ისინი იყვნენ ბედნიერები. ეროსი იდგა წვიმაში და უყურებდა, როგორც მისი სიყვარული, მისი ერთადერთი იმედი იყო სხვისი. მან იგრძნო, რომ რაღაც მასში იშლებოდა. რაღაც, რაც აღარასოდეს აღდგებოდა. მეორე დღეს ის სტუდიაში შევიდა. რეჟისორმა უთხრა, ეროსი, შენ კარგად გამოიყურები, ეროსი გაიღიმა. იგივე ღიმილი, რომელიც მილიონებმა იცოდნენ. ყველაფერი კარგია, უთხრა მან. მაგრამ მისი ხმა იყო განსხვავებული.
იყო რაღაც მასში, რაც არასოდეს ყოფილა სიცივე. სიცარიელე. რეჟისორმა შეამჩნია, მაგრამ არაფერი უთქვა. ეროსი დაჯდა მიკროფონთან და დაიწყო საუბარი. მისი ხმა იყო იდეალური, როგორც ყოველთვის. მაგრამ თუ ყურადღებით უსმენდი, შენ შეგეძლო გაგონება, ის ხმა აღარ იყო ცოცხალი. ის იყო ხმა, რომელიც მოდიოდა ცარიელი გულიდან. რატომ ეროსი მანჯგალაძემ არასოდეს დაქორწინდა? რატომ მან არასოდეს შექმნა ოჯახი? რატომ მან გაატარა 50 წელი მარტო იმ ბინაში, სადაც ერთადერთი ფოტო იყო მიკროფონის? ეს იყო მისი არჩევანი თუ მისი წყევლა? და ვინ იყო ის ქალი, მედია, რომელმაც მოკლა მისი გული? სად არის ის ახლა? იცის თუ არა, რომ კაცი, რომელიც მას უყვარდა, მთელი ცხოვრება მარტო დარჩა მის გამო? 1969 წელი. ეროსი მანჯგალაძე უკვე იყო ლეგენდა. მისი ხმა იყო ყველგან, რადიოში, ტელევიზიაში, კინოში. ადამიანები ქუჩაში აჩერებდნენ და ეუბნებოდნენ, ეროსი, შენ ხარ ჩვენი სიამაყე. შენ ხარ საქართველოს ხმა. ის ღიმილობდა, მადლობას უხდიდა, ხელს აწერდა. მაგრამ შიგნით ის გრძნობდა სიცარიელეს, რომელიც ყოველდღე იზრდებოდა. ის გრძნობდა, რომ ის იყო მანქანა, რომელიც აწარმოებდა ხმას, მაგრამ არა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გული. იმ წელს მოხდა რაღაც, რაც ეროსის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა. ერთ დღეს სტუდიაში შემოვიდა ქალი. მისი სახელი იყო ნინო. ის იყო ახალი რეჟისორი, ახალგაზრდა, ნიჭიერი, ენერგიული. ის მოვიდა ეროსთან და უთხრა, მე მინდა გავაკეთო დოკუმენტური ფილმი შენზე. მე მინდა ვაჩვენო ადამიანებს, ვინ ხარ შენ ნამდვილად, არა მხოლოდ ხმა, არამედ ადამიანი. ეროსი გაიცინა და უთხრა, ნინო, არავინ არ უნდა იცოდეს, ვინ ვარ მე ნამდვილად. ადამიანებს უნდათ ხმა, არა ადამიანი. ნინო თავს არ იძლეოდა, მაგრამ რატომ? რატომ მალავ შენს თავს? ეროსი დუმდა. შემდეგ უთხრა, იმიტომ რომ თუ ისინი იცოდნენ, ვინ ვარ მე ნამდვილად, ისინი აღარ მიყვარდებოდნენ ჩემს ხმას. მაგრამ ნინო იყო ჯიუტი. ის დაიწყო ეროსის მიყოლა. ის დადიოდა მის უკან, კითხულობდა კითხვებს, იღებდა ფოტოებს. ეროსი ჯერ გაბრაზდა, შემდეგ დაიღალა, შემდეგ მან დანებდა. ის დათანხმდა. კარგი, უთხრა მან. მაგრამ შენ უნდა დამპირდე ერთი რამ. თუ შენ ნახავ რაღაცას, რაც შენ არ მოგწონს, შენ არ გამოაქვეყნებ მას. ნინო დაეთანხმა. ნინო დაიწყო ეროსის ცხოვრების გადაღება. ის დადიოდა მის უკან ყველგან, სტუდიაში, ქუჩაში, სახლში. და ის დაინახა რაღაც, რაც არავინ არ იცოდა. ის დაინახა, რომ ეროსი ყოველ საღამოს სახლში მარტო ბრუნდებოდა. რომ მას არ ჰყავდა არავინ, არა ცოლი, არა შვილები, არა მეგობრები. რომ ის იჯდა თავის ბინაში, ერთ ოთახში, სადაც იყო მხოლოდ საწოლი, მაგიდა და რადიო. რომ ის უსმენდა თავის ხმას რადიოში და ტიროდა. ერთ საღამოს ნინო ჰკითხა, ეროსი, რატომ ხარ შენ ასე მარტო? ეროსი დუმდა. შემდეგ უთხრა, იმიტომ რომ მე ვარ ხმა. ხმას არ სჭირდება სხეული. ხმას არ სჭირდება გული. ხმას სჭირდება მხოლოდ მიკროფონი. ნინო თავს აქნევდა, მაგრამ შენ არ ხარ მხოლოდ ხმა. შენ ხარ ადამიანი. შენ გაქვს გული. შენ გაქვს სული. ეროსი გაიცინა. წარე ღიმილი. ნინო, შენ ახალგაზრდა ხარ. შენ არ იცი. როცა შენ ხარ ხმა, შენ კარგავ ყველაფერს. შენ კარგავ შენს სახეს, შენს სახელს, შენს ცხოვრებას. შენ ხდები მხოლოდ ხმა, რომელიც ჭღერს სხვისი ბედნიერებისთვის. ნინო გააგრძელა გადაღება. ის გადაიღო ეროსის სამუშაო დღეები, როგორ ის დადიოდა სტუდიაში, როგორ საუბრობდა მიკროფონთან, როგორ იცინოდა კოლეგებთან. მაგრამ ის ასევე გადაიღო მისი საღამოები, როგორ ის სახლში მარტო ბრუნდებოდა, როგორ ის ამზადებდა ვახშამს ერთი ადამიანისთვის, როგორ ის იჯდა ფანჯარასთან და უყურებდა ქუჩას. ერთ კადრში ეროსი იჯდა თავის მაგიდასთან და უყურებდა იმ ერთადერთ ფოტოს, მიკროფონს და თავის თავს, ახალგაზრდას, ბედნიერს. ის ეხებოდა ფოტოს თითებით და ჩურჩულებდა, სად წახვედი, ბიჭო? სად წახვედი, ბედნიერო ეროსი? ნინო ვერ გაუძლო. ერთ დღეს მან ჰკითხა, ეროსი, რა მოხდა? რა გაგიკეთეს შენ? ეროსი დუმდა დიდხანს. შემდეგ უთხრა, არავინ არაფერი გამიკეთა. მე თავად გავიკეთე. მე ავირჩიე ხმა სიყვარულის ნაცვლად. მე ავირჩიე მიკროფონი ადამიანის ნაცვლად. და ახლა მე ვარ ის, რაც ვარ, ხმა, რომელიც ჭღერს სიცარიელეში.
ნინო ჰკითხა, მაგრამ რატომ? რატომ გააკეთე ეს? ეროსი უპასუხა, იმიტომ რომ მე ვიფიქრე რომ ხმა იყო საკმარისი. მე ვიფიქრე რომ თუ ადამიანები მიყვარდებოდნენ ჩემს ხმას, ისინი მიყვარდებოდნენ მეც. მაგრამ მე ვწდებოდი. ადამიანები უყვარდათ ხმა, არა მე. და როცა მე გავიგე ეს უკვე გვიანი ხო. მე უკვე ვიყავი ხმა, არა ადამიანი. ნინო ჰკითხა, და მედეა? რა მოხდა მედეასთან? ეროსის სახე შეიცვალა. ის გახდა ფერმკრთალი. ის უთხრა, ნინო, არ მკითხო მედეაზე. მაგრამ ნინო არ ჩერდებოდა, ეროსი, მე ვიცი რომ იყო ქალი. მე ვიცი რომ შენ უყვარდი. რა მოხდა? ეროსი დადგა. ის მივიდა ფანჯარასთან. ის უყურებდა ქუჩას. შემდეგ უთხრა, მედეა ავირჩია სხვა. ის ავირჩია კაცი, რომელსაც ჰქონდა ფული და ძალა. ის ავირჩია კარიერა ჩემი სიყვარულის ნაცვლად. და მე ვერაფერი გავაკეთე. მე მხოლოდ ვუყურე, როგორ ის წავიდა. როგორ ის გახდა ვარსკვლავი. როგორ ის დაივიწყა მე. ნინო ჰკითხა, და შენ არასოდეს შეხვედი მას შემდეგ? ეროსი თავს აქნევდა, არა. მე არასოდეს მინდოდა. მე არ მინდოდა ვენახა ის ბედნიერი. სხვასთან ერთად. მე არ მინდოდა ვენახა ის ვარსკვლავი, რომელიც გახდა ჩემი სიყვარულის გარეშე. ნინო ჰკითხა, მაგრამ შენ ჯერ კიდევ უყვარ ხარ? ეროსი დუმდა. შემდეგ უთხრა, მე არ ვიცი. მე არ ვიცი რა არის სიყვარული. მე ვიცი მხოლოდ ის, რომ მე ვარ მარტო. და რომ მე ყოველთვის ვიქნები მარტო. ნინო დაასრულა თავისი დოკუმენტური ფილმი. მაგრამ როცა ის აჩვენა ეროსს, ის უთხრა, ნინო, შენ არ შეგიძლია გამოაქვეყნო ეს. შენ არ შეგიძლია აჩვენო ადამიანებს, ვინ ვარ მე ნამდვილად. ნინო ჰკითხა, მაგრამ რატომ? ეს არის ჭეშმარიტება. ეს არის შენი ცხოვრება. ეროსი უთხრა, სწორედ ამიტომ. იმიტომ რომ ეს არის ჩემი ცხოვრება. და ჩემი ცხოვრება არის საშინელი. ადამიანებს არ უნდათ იცოდნენ, რომ საქართველოს ხმა არის მარტოხელა, უბედური კაცი, რომელიც ტირის ყოველ ღამეს. ისინი უნდათ იცოდნენ, რომ მე ვარ ბედნიერი, წარმატებული, ძლიერი. და მე უნდა მივცე მათ ეს. ნინო ჰკითხა, მაგრამ რა შენზე? რა შენს ბედნიერებაზე? ეროსი გაიცინა, ნინო, მე არ მაქვს ბედნიერება. მე მაქვს მხოლოდ ხმა. და ეს არის საკმარისი. ნინო ტიროდა. ის ევედრებოდა, ეროსი გთხოვნება მომეცი გამოაქვეყნო ეს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ. მაგრამ ეროსი თავს აქნევდა, არა. არასოდეს. ნინო არასოდეს გამოაქვეყნა ის ფილმი. ის შეინახა მას თავის არქივში. მაგრამ ის ყოველთვის ფიქრობდა ეროსზე. ის ფიქრობდა იმ კაცზე, რომელიც იყო ხმა, მაგრამ არა ადამიანი. იმ კაცზე, რომელიც ყოველ ღამეს ტიროდა მარტო თავის ბინაში. იმ კაცზე, რომელიც უყვარდა მილიონებს, მაგრამ არავის არ უყვარდა მას. რატომ ეროსი მანჯგალაძემ არ დაუშვა ნინოს გამოექვეყნებინა ის ფილმი? რა იყო იმ ფილმში, რაც ის ასე მალავდა? და სად არის ის ფილმი ახლა? არსებობს თუ არა ის ჯერ კიდევ დამალული სადმე ელოდება იმას, რომ ვინმე იპოვოს მას და აჩვენოს მსოფლიოს ჭეშმარიტება საქართველოს ხმის შესახებ. 1975 წელი. ეროსი მანჯგალაძე იყო 50 წლის. ის უკვე იყო ლეგენდა 30 წლის განმავლობაში. მისი ხმა იყო ყველგან. მაგრამ ის თავად იყო არსად. ის იყო ჩრდილი, რომელიც დადიოდა ქუჩებში, ღიმილობდა კამერებისთვის, საუბრობდა მიკროფონთან, მაგრამ არ იყო ცოცხალი. ის იყო მანქანა, რომელიც აწარმოებდა ხმას, მაგრამ არა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გული. იმ წელს მოხდა რაღაც, რაც ეროსის ცხოვრებას კიდევ ერთხელ შეცვლიდა. ერთ დღეს სტუდიაში შემოვიდა კაცი. მისი სახელი იყო გიორგი. ის იყო ახალი პროდიუსერი, ახალგაზრდა, ამბიციური, ცივი. ის მოვიდა ეროსთან და უთხრა, ეროსი, მე მინდა გავაკეთო შენ ვარსკვლავი. მე მინდა გავაკეთო შენ არა მხოლოდ ხმა, არამედ სახე. მე მინდა რომ ადამიანებმა იცოდნენ, ვინ ხარ შენ. ეროსი გაიცინა და უთხრა, გიორგი, მე არ მინდა ვიყო სახე. მე მინდა ვიყო ხმა. ეს არის ის, რაც მე ვარ. გიორგი თავს აქნევდა, მაგრამ ეს არის შეცდომა. შენ შეგიძლია იყო უფრო მეტი. შენ შეგიძლია იყო ვარსკვლავი. ეროსი უარს ამბობდა. მაგრამ გიორგი არ ჩერდებოდა.
ის დაიწყო ეროსის დაჟინება. ის ეუბნებოდა, ეროსი, შენ ხარ 50 წლის. შენ არ გაქვს ბევრი დრო. თუ შენ არ გააკეთებ ეს ახლა, შენ არასოდეს გააკეთებ. ეროსი უთხრა, მე არ მინდა. მე კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს. გიორგი გაიცინა, მაგრამ რა გაქვს შენ? შენ გაქვს ხმა. მაგრამ შენ არ გაქვს ცხოვრება. შენ არ გაქვს ოჯახი. შენ არ გაქვს არავინ. შენ ხარ მარტო. ეს სიტყვები დაარტყა ეროსს. ის იცოდა, რომ გიორგი მართალი იყო. ის იყო მარტო. ის იყო ყოველთვის მარტო. და ის იყო დაღლილი ამ მარტოობით. ის იყო დაღლილი იმით, რომ ყოველ საღამოს სახლში მარტო ბრუნდებოდა. რომ არავინ არ ელოდა მას. რომ არავინ არ ზრუნავდა მასზე. ის უთხრა გიორგის, კარგი. მე გავაკეთებ ეს. მაგრამ შენ უნდა დამპირდე ერთი რამ. შენ უნდა დამპირდე, რომ ეს შეცვლის ჩემს ცხოვრებას. რომ ეს გააკეთებს მე ბედნიერს. გიორგი დაეთანხმა. ის დაიწყო ეროსის პრომოცია. ის დაიწყო მისი ფოტოების გამოქვეყნება გაზეთებში, მისი ინტერვიუების ორგანიზება, მისი გამოსვლების მოწყობა ტელევიზიაში. ეროსი გახდა სახე. ადამიანები დაინახეს მას პირველად. ისინი დაინახეს, რომ ის იყო ლამაზი კაცი, მაღალი, ელეგანტური ღიმილით, რომელიც ანათებდა ოთახს. ისინი შეუყვარდნენ მას კიდევ უფრო მეტად. მაგრამ ეროსი არ იყო ბედნიერი. ის გრძნობდა, რომ ის კარგავდა რაღაცას. ის გრძნობდა, რომ ის კარგავდა თავის თავს. ის აღარ იყო ხმა. ის იყო სახე. და სახე იყო უფრო მძიმე, ვიდრე ხმა. სახე უნდა ღიმილობდეს ყოველთვის. სახე უნდა იყოს ლამაზი ყოველთვის. სახე არ შეიძლებოდა ეტირა. სახე არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაღლილი. სახე უნდა ყოფილიყო იდეალური. ერთ საღამოს 1976 წელს ეროსი იყო ტელევიზიის შოუში. ის იჯდა სტუდიაში, კამერების წინ, ღიმილობდა, საუბრობდა, იცინოდა. მაგრამ შიგნით ის გრძნობდა, რომ ის იშლებოდა. ის გრძნობდა, რომ ის აღარ შეეძლო. ის გრძნობდა, რომ ის უნდა გაქცეულიყო სადმე, სადაც არავინ არ იცნობდა მას, სადაც ის შეეძლო ყოფილიყო მხოლოდ ის თავად, არა ხმა, არა სახე, არამედ ადამიანი. შოუს შემდეგ ეროსი გავიდა სტუდიიდან. ის დადიოდა ქუჩაში. იყო ღამე. ქუჩები იყო ცარიელი. ის დადიოდა და ფიქრობდა. ის ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე. ის ფიქრობდა იმ ბიჭზე, რომელიც იყო 22 წლის, რომელიც პირველად შევიდა სტუდიაში, რომელიც ოცნებობდა იყო ხმა. ის ფიქრობდა მედიაზე, ქალზე, რომელიც უყვარდა, რომელიც წავიდა. ის ფიქრობდა ნინოზე, რეჟისორზე, რომელმაც დაინახა მისი ჭეშმარიტება. ის ფიქრობდა გიორგიზე, პროდიუსერზე, რომელმაც გააკეთა ის სახე. ის გაჩერდა ხიდზე. ის უყურებდა მდინარეს. წყალი მიედინებოდა ქვემოთ, ბნელი, ცივი, უსასრულო. ის ფიქრობდა, რა იქნებოდა თუ მე ჩავხტებოდი. რა იქნებოდა თუ მე დავასრულებდი ყველაფერს. რა იქნებოდა თუ მე აღარ ვიქნებოდი ხმა, აღარ ვიქნებოდი სახე, აღარ ვიქნებოდი არაფერი, მაგრამ ის არ ჩახტა. ის იდგა იქ ხიდზე და უყურებდა წყალს და ტიროდა. ის ტიროდა პირველად მრავალი წლის განმავლობაში. ის ტიროდა იმ ბიჭისთვის, რომელიც იყო 22 წლის, რომელიც ოცნებობდა. ის ტიროდა მედიასთვის, რომელიც წავიდა. ის ტიროდა თავისი თავისთვის, რომელიც დაკარგა. მეორე დღეს ეროსი მივიდა გიორგისთან. ის უთხრა, გიორგი, მე აღარ შემიძლია. მე აღარ მინდა ვიყო სახე. მე მინდა დაუბრუნდე იმისკენ, რაც ვიყავი ხმა. გიორგი გაბრაზდა, ეროსი, შენ არ შეგიძლია. ჩვენ გვაქვს კონტრაქტები. ჩვენ გვაქვს შოუები. ადამიანები გელოდებიან. ეროსი თავს აქნევდა, მე არ მაინტერესებს. მე მინდა დაუბრუნდე. გიორგი უთხრა, თუ შენ დაბრუნდები, შენ დაკარგავ ყველაფერს. შენ დაკარგავ შენს სახელს, შენს ფულს, შენს სახეს. ეროსი უთხრა, მე უკვე დავკარგე ყველაფერი. მე დავკარგე ჩემი თავი. გიორგი არ დათანხმდა. ის უთხრა ეროსს, რომ თუ ის დაბრუნდებოდა, ის განადგურებდა მას. ის გააკეთებდა ისე, რომ ეროსი აღარასოდეს იმუშავებდა. ეროსი უთხრა, გააკეთე რაც გინდა. მე აღარ მაინტერესებს. ის წავიდა. ეროსი დაბრუნდა სტუდიაში.
ის დაჯდა მიკროფონთან. ის დაიწყო საუბარი. მისი ხმა იყო იგივე, როგორც ყოველთვის, თბილი, ნაზი, ლამაზი. მაგრამ ახლა იყო რაღაც განსხვავებული. ახლა იყო რაღაც მასში, რაც არასოდეს ყოფილა, მშვიდობა. ეროსი იყო მშვიდი. ის იყო დაბრუნებული სახლში. ის იყო დაბრუნებული იმისკენ, რაც იყო ხმა. მაგრამ გიორგი არ დაივიწყა. ის დაიწყო ეროსის წინააღმდეგ კამპანია. ის დაიწყო ჭორების გავრცელება. ის ამბობდა, რომ ეროსი იყო არასტაბილური, რომ ის იყო ავადმყოფი, რომ ის არ შეეძლო მუშაობა. ის ამბობდა, რომ ეროსი იყო მარტოხელა, რომ მას არ ჰყავდა არავინი, რომ ის იყო უბედური. ადამიანები დაიწყეს ამ ჭორების რწმენა. ისინი დაიწყეს ეროსის თავიდან აცილება. ისინი დაიწყეს მისი დავიწყება. ეროსი იცოდა რა ხდებოდა. მაგრამ ის არაფერს არ აკეთებდა. ის უბრალოდ აგრძელებდა მუშაობას. ის უბრალოდ აგრძელებდა ყოფნას ხმად. ის იცოდა, რომ ადამიანები ივიწყებდნენ მას. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ მისი ხმა დარჩებოდა. რომ მისი ხმა ყოველთვის იქნებოდა იქ, რადიოში, ტელევიზიაში, კინოში. რომ მისი ხმა იქნებოდა უკვდავი. ერთ საღამოს 1969 წელს ეროსი იჯდა თავის ბინაში. ის უყურებდა იმ ერთადერთ ფოტოს, მიკროფონს და თავის თავს, ახალგაზრდას, ბედნიერს. ის ეხებოდა ფოტოს თითებით და ჩურჩულებდა, მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. მე ვიყავი ხმა. მე ვიყავი საქართველოს ხმა. და ეს არის საკმარისი. ის გაიღიმა. პირველად მრავალი წლის განმავლობაში ის გაიღიმა ნამდვილად. ის იყო მშვიდი. ის იყო სახლში. მაგრამ რატომ გიორგიმ გაავრცელა ის ჭორები? რა იყო მისი მიზანი? იყო თუ არა ის მხოლოდ შურისძიება იმის გამო, რომ ეროსიმ დატოვა მისი პროექტი? თუ იყო რაღაც უფრო ღრმა, რაღაც უფრო ბნელი? და სად არის გიორგი ახლა? იცის თუ არა ის, რომ მან განადგურა კაცი, რომელიც იყო საქართველოს ხმა? იცის თუ არა ის, რომ მისი ჭორები გახადა ეროსი კიდევ უფრო მარტო, კიდევ უფრო დაკარგული? 1991 წელს 1 სექტემბრის დილას ეროსი მანჯგალაძის საბანკო ანგარიშიდან გაქრა 15,000 მანეთი, თანხა, რომელიც იმ დროს უდრიდა 2 ვოლგას ფასს. ბანკის თანამშრომელმა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ყოველთვის ღიმილობდა ეროსისთვის, როცა ის მოდიოდა, უთხრა: ბატონო ეროსი, თქვენ თვითონ გამოიტანეთ ეს თანხა გუშინ საღამოს, ხომ გახსოვთ? ეროსი იდგა მისკენ მიშტერებული. ის არ გახსოვდა. ის საერთოდ არ გახსოვდა, რომ გუშინ საღამოს სადმე გასულიყო. ის გახსოვდა მხოლოდ, რომ იჯდა სახლში, უსმენდა რადიოს და სვამდა ჩაის. მაგრამ ქალი აჩვენებდა ხელმოწერას, მისი ხელმოწერა, მისი ხელით. ეროსი უყურებდა იმ ხელმოწერას და ვერ იგებდა როგორ. როდის? ვინ? ის დაბრუნდა სახლში და დაიწყო ძებნა. ის ეძებდა რაიმე ნიშანს, რაიმე მტკიცებულებას იმისა, თუ სად იყო ის გუშინ საღამოს. მაგრამ არაფერი იყო. მხოლოდ ერთი რამ, მის პიჯაკის ჯიბეში იპოვა მცირე ქაღალდის ნაჭერი, სასტუმრო ივერიას ლოგოთი. ქაღალდზე იყო დაწერილი 2 სიტყვა ხელით, არა მისი ხელით, შენ დაპირდი. ეროსი უყურებდა ამ ქაღალდს და გრძნობდა, როგორ ყინავდა მისი სისხლი. ის არ იცოდა, რას დახპირდა. ის არ იცოდა, ვის დახპირდა. მაგრამ ის იცოდა ერთი, ეს თანხა, ეს უზარმაზარი თანხა, წავიდა სადღაც, ვისღაცასთან რაღაცისთვის, რაც მან უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ვერ იხსენებდა. ის დარეკა სასტუმრო ივერიაში. ადმინისტრატორმა უთხრა: დიახ, ბატონო მანჯგალაძე, თქვენ გუშინ იყავით აქ. თქვენ იყავით ნომერ 230-ში, ერთ კაცთან ერთად. თქვენ იქ იყავით დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. ეროსი ჰკითხა: ვინ იყო ის კაცი? ადმინისტრატორი დუმდა. შემდეგ უთხრა: ბატონო მანჯგალაძე, მე არ შემიძლია გითხრათ. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, ის კაცი იყო ძალიან საშიში. როცა თქვენ გამოხვედით, თქვენ გამოიყურებოდით ძალიან შეშინებული. ეროსი დახურა ტელეფონი. მისი ხელები კანკალებდა. ვინ იყო ის კაცი სასტუმრო ივერიაში? რა მოხდა იმ ნომერში, ნომერ 230-ში, იმ 3 საათის განმავლობაში? რატომ ეროსი მანჯგალაძემ მისცა მას 15,000 მანეთი, თანხა, რომელიც იყო მისი 6 თვის ხელფასი? და რატომ ის ვერ იხსენებდა არაფერს? იყო თუ არა ეს შანტაჟი? იყო თუ არა ეს საფრთხე?
თუ იყო რაღაც უფრო საშინელი, რაღაც რაც ეროსიმ გააკეთა და შემდეგ დაივიწყა, იმიტომ რომ ის იყო ძალიან საშინელი გასახსენებლად. 1982 წელი. ეროსი მანჯგალაძე იყო უკვე 59 წლის. ის აგრძელებდა მუშაობას რადიოში, აგრძელებდა ყოფნას საქართველოს ხმად. მაგრამ რაღაც იცვლებოდა. ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან ერთად, ამჩნევდნენ, რომ ეროსი ხდებოდა უფრო და უფრო დისტანცირებული. ის მოდიოდა სტუდიაში, აკეთებდა თავის საქმეს და მაშინვე მიდიოდა. ის აღარ რჩებოდა ჩაის დასალევად. ის აღარ საუბრობდა კოლეგებთან. ის იყო როგორც მოჩვენება, იქ იყო, მაგრამ არ იყო. ერთ დღეს სტუდიაში შემოვიდა ახალი ადამიანი. მისი სახელი იყო ლევან. ის იყო ახალგაზრდა ჟურნალისტი, 30 წლის, ენერგიული, ამბიციური, თვალებით, რომლებიც ანათებდნენ, როცა ის საუბრობდა. ის მივიდა ეროსთან და უთხრა: ბატონო მანჯგალაძე, მე ძალიან მინდა ვისწავლო თქვენგან. თქვენ ხართ ჩემი კერპი. თქვენ ხართ მიზეზი, რის გამოც მე გავხდი ჟურნალისტი. ეროსი გაიღიმა, ის ღიმილი, რომელიც იყო ავტომატური, რომელიც არ აღწევდა მის თვალებამდე, და უთხრა: ლევან, მე არ ვარ კერპი. მე ვარ მხოლოდ ხმა. და ხმას არ შეიძლება ისწავლო. ხმა ან გაქვს, ან არა. მაგრამ ლევან არ ჩერდებოდა. ის დაიწყო ეროსის მიყოლა. ის იჯდა სტუდიაში, როცა ეროსი მუშაობდა, უსმენდა, აკვირდებოდა, სწავლობდა. ეროსი ჯერ არ აქცევდა ყურადღებას. მაგრამ შემდეგ ის დაიწყო შენიშვნა, რომ ლევან აკვირდებოდა მას არა მხოლოდ სტუდიაში. ის აკვირდებოდა მას ქუჩაში. ის აკვირდებოდა მას, როცა ის მიდიოდა სახლში. ის აკვირდებოდა მას ყველგან. ერთ საღამოს ეროსი შეაჩერა ლევანს. ის უთხრა: ლევან, რატომ მიყვები მე? ლევანი გაიცინა. უცნაური ღიმილი. ღიმილი, რომელშიც იყო რაღაც ცივი, რაღაც გამოთვლილი. ის უთხრა: ბატონო მანჯგალაძე, მე არ მიყვებით თქვენ. მე ვსწავლობ თქვენ. მე მინდა ვიცოდე, ვინ ხართ თქვენ ნამდვილად. არა ხმა, არამედ ადამიანი. ეროსი უთხრა: მე არ ვარ ადამიანი. მე ვარ ხმა. ეს არის ყველაფერი, რაც მე ვარ. ლევანი თავს აქნევდა: არა. თქვენ ხართ უფრო მეტი. თქვენ გაქვთ საიდუმლოებები. თქვენ გაქვთ წარსული. თქვენ გაქვთ ისტორია, რომელიც არავინ არ იცის. ეროსი გრძნობდა, როგორ ყინავდა მისი სისხლი. ის ჰკითხა: რა გინდა? ლევანი უთხრა: მე მინდა ვიცოდე ჭეშმარიტება. მე მინდა ვიცოდე, რატომ ხართ თქვენ მარტო. რატომ არ გყავთ ოჯახი? რატომ არ გყავთ არავინ? მე მინდა ვიცოდე, რა მოხდა თქვენთან. ეროსი უთხრა: ეს არ არის შენი საქმე. ლევანი გაიცინა, მაგრამ ეს იქნება ჩემი საქმე. იმიტომ რომ მე ვაპირებ გავარკვიო. მე ვაპირებ ვიპოვო ყველაფერი. და მე ვაპირებ დავწერო ამის შესახებ. ეროსი უყურებდა ლევანს და გრძნობდა შიშს. პირველად მრავალი წლის განმავლობაში ის გრძნობდა რეალურ შიშს. ის გრძნობდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი, ეს ამბიციური ჟურნალისტი, შეეძლო გაეხსნა ის, რაც ეროსი მალავდა მთელი ცხოვრება. ის უთხრა: ლევან, გთხოვ, ნუ გააკეთებ ეს. გთხოვ, დამტოვე მარტო. ლევანი თავს აქნევდა: მე ვერ დაგტოვებ. იმიტომ რომ თქვენ ხართ ისტორია. თქვენ ხართ ლეგენდა. და ლეგენდებს აქვთ საიდუმლოებები. და მე ვაპირებ გავარკვიო ეს საიდუმლოებები. ეროსი დაბრუნდა სახლში იმ საღამოს და იჯდა ბნელში. ის არა ანთო შუქს. ის უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა. ის ფიქრობდა ლევანზე. ის ფიქრობდა იმაზე, რაც შეეძლო გაერკვია ლევანს. ის ფიქრობდა იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ის მალავდა. ის ფიქრობდა იმ ღამეზე სასტუმრო ივერიაში, რომელიც ის ვერ იხსენებდა. ის ფიქრობდა იმ თანხაზე, რომელიც გაქრა. ის ფიქრობდა იმ კაცზე, რომელიც იყო ძალიან საშიში. ის გრძნობდა, რომ მისი წარსული მოდიოდა მისკენ. რომ ის, რაც ის მალავდა, მალე გამოვიდოდა ზედაპირზე. რომ მისი ცხოვრება, რომელიც იყო აგებული ხმაზე, მალე ჩამოიშლებოდა. და ის არ იცოდა, როგორ შეეჩერებინა ეს. რა იყო ის საიდუმლოება, რომელსაც ეროსი მანჯგალაძე მალავდა? რა მოხდა იმ ღამეს სასტუმრო ივერიაში? ვინ იყო ის საშიში კაცი? და რას აპირებდა ლევანი? შეეძლო თუ არა მას ნამდვილად გაერკვია ის, რაც ეროსი მალავდა მთელი ცხოვრება? და რა იქნებოდა, თუ ის გაერკვია?
რა მოხდებოდა საქართველოს ხმასთან, თუ ადამიანებმა შეიტყვეს ჭეშმარიტება? 1983 წლის გაზაფხულზე ეროსი მანჯგალაძის ბინის მეზობელმა, ქალბატონმა თამარმა, რომელიც ცხოვრობდა ზემოთ სართულზე, დაიწყო უცნაური რამის შენიშვნა. ყოველ ღამეს დაახლოებით 2 საათზე ის ისმენდა ხმებს ეროსის ბინიდან. არა ერთი ხმა, ორი ხმა. ეროსის ხმა და სხვა ვიღაცის ხმა. ქალის ხმა. ისინი საუბრობდნენ ხანდახან ხმამაღლა, ხანდახან ჩუმად, მაგრამ ყოველთვის იყო დაძაბულობა იმ საუბრებში, რაღაც რაც აიძულებდა ქალბატონ თამარს გაეღვიძებინა და ყური დაეგდო. ერთ ღამეს ის გადაწყვიტა ჩასულიყო ქვემოთ და შეეკითხა ეროს, ყველაფერი კარგად იყო თუ არა. მაგრამ როცა ის დააკაკუნა კარზე, ხმები მაშინვე გაჩერდა. ეროსი გახსნა კარი. ის იყო მარტო. ის იყო ფერმკრთალი, დაღლილი, მისი თვალები იყო წითელი, თითქოს ტიროდა. ქალბატონმა თამარმა ჰკითხა, ბატონო ეროსი, ყველაფერი კარგადაა? მე გავიგონე ხმები. ეროსი გაიღიმა, ის ღიმილი, რომელიც არასოდეს აღწევდა მის თვალებამდე და უთხრა, ყველაფერი კარგადაა, ქალბატონო თამარ. მე ვუსმენდი რადიოს. ბოდიში თუ ხმამაღლა იყო. მაგრამ ქალბატონმა თამარმა იცოდა, რომ ეს არ იყო რადიო. ის იცოდა, რომ ის იყო ცოცხალი ხმები. ის იცოდა, რომ ეროსის ბინაში იყო ვიღაც. მაგრამ ვინ? და სად იყო ის ადამიანი ახლა? ქალბატონმა თამარმა დაიწყო უფრო ყურადღებით დაკვირვება. ის შენიშნა, რომ ყოველ ღამეს დაახლოებით 1 საათზე ეროსის ბინაში აინთებდა შუქი. და შემდეგ დაახლოებით 2 საათზე იწყებოდა ის საუბრები. და შემდეგ დაახლოებით 4 საათზე ყველაფერი ჩერდებოდა. შუქი ქრებოდა. სიჩუმე დგებოდა. ის ასევე შენიშნა, რომ ეროსი ყოველდილას გამოდიოდა თავისი ბინიდან ზუსტად 9 საათზე, ყოველთვის იმავე დროს, ყოველთვის იმავე გამომეტყველებით, დაღლილი, ფერმკრთალი, თითქოს არ ეძინა მთელი ღამე. ერთ დღეს ქალბატონმა თამარმა გადაწყვიტა ესაუბრა სხვა მეზობლებს. ის ჰკითხა მათ ისმოდათ თუ არა რამე უცნაური ეროსის ბინიდან. ყველამ თქვა, რომ დიახ. ყველამ თქვა, რომ ისინი ისმენდნენ ხმებს. ყველამ თქვა, რომ ისინი ფიქრობდნენ, რომ ეროს ჰყავდა ვიღაც, მაგრამ არავინ არასოდეს ნახა ეს ადამიანი. არავინ არასოდეს ნახა არავინ შემოსული ან გამოსული ეროსის ბინიდან. მხოლოდ ეროსი თავად. მხოლოდ ის, მარტო, ყოველთვის მარტო. მეზობლები დაიწყეს ჭორების გავრცელება. ზოგი ამბობდა, რომ ეროს ჰყავდა საიდუმლო საყვარელი, რომელიც მოდიოდა ღამით და მიდიოდა გამთენიისას. ზოგი ამბობდა, რომ ეროსი საუბრობდა თავის თავთან, რომ ის კარგავდა გონებას. ზოგი ამბობდა, რომ ეროსის ბინაში იყო მოჩვენება, რომ ის იყო დაწყევლილი. მაგრამ არავინ არ იცოდა ჭეშმარიტება. არავინ არ იცოდა, ვინ იყო ის ხმა, რომელიც ისმოდა ყოველ ღამეს ეროსის ბინიდან. ერთ ღამეს 1984 წლის ზამთარში ქალბატონმა თამარმა გადაწყვიტა გაერკვია. ის დაელოდა, სანამ ეროსი დაიძინებდა. შემდეგ ის ჩუმად ჩავიდა ქვემოთ და მივიდა ეროსის კარასთან. ის დააყენა ყური კართან და დაიწყო მოსმენა. ის ისმენდა ხმებს. ეროსის ხმა იყო ნათელი. ის ამბობდა, მე ვიცი, რომ შენ აქ ხარ. მე ვიცი, რომ შენ ყოველთვის აქ ხარ. მაგრამ რატომ? რატომ არ მტოვებ მარტო და შემდეგ იყო სხვა ხმა? ქალის ხმა. ხმა, რომელიც იყო ნაზი, მაგრამ ასევე ცივი. ხმა, რომელიც ამბობდა, იმიტომ, რომ შენ მიპირდი. შენ მიპირდი, რომ შენ არასოდეს დამივიწყებდი. შენ მიპირდი, რომ შენ ყოველთვის იქნებოდი ჩემთან ერთად. ქალბატონი თამარი გრძნობდა, როგორ ყინავდა მისი სისხლი. ის იცნობდა იმ ხმას. ის იყო ხმა, რომელიც ის ისმენდა მრავალი წლის განმავლობაში რადიოში, ტელევიზიაში. ის იყო ხმა, რომელიც იყო ცნობილი მთელ საქართველოში. ის იყო მედიას ხმა. მომღერლის ხმა, რომელიც გარდაიცვალა 1991 წელს. მომღერლის ხმა, რომელიც იყო მკვდარი უკვე 3 წლის განმავლობაში. ქალბატონმა თამარმა გაიქცა. ის გაიქცა თავის ბინაში და დახურა კარი. ის იჯდა თავის საწოლზე და კანკალებდა. ის არ იცოდა რა ნახა. ის არ იცოდა რა გაიგონა. მაგრამ ის იცოდა ერთი, ეროსი მანჯგალაძე საუბრობდა მკვდართან. ის საუბრობდა ქალთან, რომელიც გარდაიცვალა 3 წლის წინ. ის საუბრობდა მედიასთან. მეორე დღეს ქალბატონმა თამარმა არ უთხრა არავის რა გაიგონა. ის ეშინოდა. ის ეშინოდა, რომ ადამიანები იფიქრებდნენ, რომ ის იყო გიჟი.
ის ეშინოდა, რომ ადამიანები იფიქრებდნენ, რომ ის ასევე ისმენდა ხმებს. მაგრამ ის ასევე ეშინოდა ეროსისთვის. ის ეშინოდა იმ კაცისთვის, რომელიც იყო საქართველოს ხმა, მაგრამ რომელიც ყოველ ღამეს საუბრობდა მოჩვენებასთან. ის დაიწყო უფრო ყურადღებით დაკვირვება ეროსზე. ის შენიშნა, რომ ეროსი ხდებოდა უფრო და უფრო თხელი. რომ მისი სახე ხდებოდა უფრო და უფრო ფერმკრთალი. რომ მისი თვალები ხდებოდა უფრო და უფრო ცარიელი. ის შენიშნა, რომ ეროსი დადიოდა როგორც ჩრდილი, როგორც მოჩვენება, როგორც ადამიანი, რომელიც იყო ნახევრად აქ და ნახევრად სადღაც სხვაგან. ერთ დღეს ქალბატონმა თამარმა გადაწყვიტა ესაუბრა ეროსს. ის ჩავიდა მის ბინაში და ჰკითხა: ბატონო ეროსი, თქვენ კარგად ხართ? თქვენ გამოიყურებით ძალიან დაღლილი. ეროსი გაიღიმა ის ღიმილი, რომელიც იყო ავტომატური და უთხრა: ყველაფერი კარგადაა, ქალბატონო თამარ. მე უბრალოდ ბევრს მუშაობ. მაგრამ ქალბატონმა თამარმა არ დაიჯერა. ის ჰკითხა: ბატონო ეროსი, თქვენ მარტო ხართ? თქვენ არ გყავთ არავინ, ვინც ზრუნავს თქვენზე? ეროსი დუმდა. შემდეგ უთხრა: მე არ ვარ მარტო. მე მყავს ვიღაც. ქალბატონმა თამარმა ჰკითხა: ვინ? ეროსი უყურებდა მას დიდხანს. შემდეგ უთხრა: ვიღაც, ვინც არასოდეს მტოვებს. ვიღაც, ვინც ყოველთვის არის ჩემთან ერთად. ვიღაც, ვინც არასოდეს დამივიწყებს. ქალბატონმა თამარმა გრძნობდა, როგორ ცივდებოდა მისი სისხლი. ის ჰკითხა: ბატონო ეროსი, ეს ადამიანი. ეს ადამიანი ცოცხალია? ეროსი გაიცინა. უცნაური ღიმილი. ღიმილი, რომელშიც იყო რაღაც ტკივილი, რაღაც სასოწარკვეთა. ის უთხრა: რა არის სიცოცხლე, ქალბატონო თამარ? თუ ვიღაც ცოცხლობს შენს გულში, ცოცხლობს შენს გონებაში, ცოცხლობს შენს სულში, ის ცოცხალია. ის ყოველთვის ცოცხალია. ქალბატონმა თამარმა გავიდა ეროსის ბინიდან იმ დღეს და იცოდა, ეროსი მანჯგალაძე არ იყო მარტო. მაგრამ ის, ვინც იყო მასთან ერთად, არ იყო ცოცხალი. ის იყო მოჩვენება. ის იყო მეხსიერება. ის იყო ქალი, რომელიც გარდაიცვალა 3 წლის წინ, მაგრამ რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობდა ეროსის გულში, ეროსის გონებაში, ეროსის სულში. რატომ ეროსი მანჯგალაძე საუბრობდა მედეასთან ყოველ ღამეს? რა უთხრა მას ის? რა უპასუხა ის? იყო თუ არა ეს მისი გიჟური? თუ იყო რაღაც უფრო ღრმა, რაღაც რაც აკავშირებდა მათ, რაღაც რაც არ იშლებოდა სიკვდილითაც კი. და რა იყო ის დაპირება, რომელზეც მედია საუბრობდა? რა დახპირდა ეროსი მას? და რატომ ის ვერ ასრულებდა იმ დაპირებას? 1985 წელს, ზაფხულის ცხელ ივლისში, ეროსი მანჯგალაძემ გააკეთა რაღაც, რაც არავინ არ მოელოდა. ის გამოჩნდა სტუდიაში დილის 9 საათზე, როგორც ყოველთვის, მაგრამ ამჯერად ის არ იყო მარტო. მასთან ერთად იყო ქალი. ახალგაზრდა ქალი, დაახლოებით 25 წლის, ლამაზი, ნათელი თმით და თვალებით, რომლებიც ბრწყინავდნენ. ის წარადგინა მას როგორც სოფიო, ახალი ასისტენტი. ადამიანები სტუდიაში იყვნენ შოკირებულნი. ეროს არასოდეს ყოლია ასისტენტი. ეროსი ყოველთვის მუშაობდა მარტო. მაგრამ ახლა ის იყო ამ ქალთან ერთად და ის გამოიყურებოდა. განსხვავებულად. ის გამოიყურებოდა, თითქოს რაღაც შეიცვალა მასში. თითქოს რაღაც გაიღვიძა. სოფიო იყო უცნაური. ის იყო ჩუმი, თითქმის მდუმარე. ის იჯდა კუთხეში, როცა ეროსი მუშაობდა და უყურებდა მას. მხოლოდ უყურებდა. ის არ საუბრობდა. ის არ იცინოდა. ის არ აკეთებდა არაფერს. ის მხოლოდ უყურებდა ეროსს იმ თვალებით, რომლებიც იყო უცნაური, ბრწყინვალე, მაგრამ ასევე ცარიელი, თითქოს ის უყურებდა რაღაცას, რაც არავინ სხვა ვერ ხედავდა. კოლეგები ცდილობდნენ ესაუბრათ სოფიოსთვის. ისინი ეკითხებოდნენ მას, საიდან იყო, რა აკეთებდა, როგორ შეხვდა ეროსს. მაგრამ სოფიო არ პასუხობდა. ის მხოლოდ ღიმილობდა, უცნაური ღიმილი, რომელიც არ აღწევდა მის თვალებამდე და აგრძელებდა ეროსის ყურებას. ერთ დღეს რეჟისორმა, ძველმა კაცმა, რომელიც მუშაობდა ეროსთან ერთად 30 წლის განმავლობაში, მიიყვანა ეროსი გვერდით და ჰკითხა: ეროსი, ვინ არის ეს ქალი? საიდან მოიყვანე ის? ეროსი უთხრა: ის არის ვიღაც, ვინც მჭირდება. ვიღაც, ვინც დამეხმარება. რეჟისორმა ჰკითხა: მაგრამ რაში? შენ არასოდეს გჭირდებოდა დახმარება. ეროსი დუმდა. შემდეგ უთხრა: ახლა მჭირდება. ახლა მე ვერ ვაგრძელებ მარტო.
რეჟისორი უყურებდა სოფიოს. ის უყურებდა, როგორ ისიჯდა კუთხეში და უყურებდა ეროსს. და ის გრძნობდა რაღაცას უცნაურს. ის გრძნობდა, რომ ეს ქალი არ იყო ნორმალური. რომ იყო რაღაც მასში, რაც იყო არასწორი, რაღაც, რაც იყო საშიში. მაგრამ ის არ იცოდა რა. კვირების განმავლობაში სოფიო იყო ყველგან, სადაც ეროსი იყო. ის მიდიოდა მასთან ერთად სტუდიაში. ის იჯდა მასთან ერთად, როცა ის მუშაობდა. ის მიდიოდა მასთან ერთად, როცა ის მიდიოდა სახლში. ის იყო მისი ჩრდილი, მისი მუდმივი თანხლები, მისი უხილავი მეგობარი. ადამიანები დაიწყეს ჭორების გავრცელება. ზოგი ამბობდა, რომ სოფიო იყო ეროსის საყვარელი. ზოგი ამბობდა, რომ ის იყო მისი ქალიშვილი, რომელიც არავინ არ იცოდა. ზოგი ამბობდა, რომ ის იყო მისი ექიმი, რომელიც ზრუნავდა მასზე, იმიტომ რომ ეროსი იყო ავადმყოფი. მაგრამ ჭეშმარიტება იყო უფრო უცნაური. ერთ საღამოს, როცა ყველა წავიდა სტუდიიდან, რეჟისორი დარჩა. ის დამალა თავი და დაელოდა. ის უყურებდა, როგორ ეროსი და სოფიო რჩებოდნენ სტუდიაში მარტო. ის უყურებდა, როგორ ეროსი იჯდა მიკროფონთან და იწყებდა საუბარს. მაგრამ ის არ საუბრობდა მიკროფონში. ის საუბრობდა სოფიოსთან. ის ამბობდა, მე ვიცი, ვინ ხარ შენ. მე ვიცი, რატომ მოხვედი. მე ვიცი, რას მინდა შენგან. და სოფიო პასუხობდა. მაგრამ მისი ხმა იყო განსხვავებული. ის აღარ იყო ჩუმი. ის იყო ხმა მაღალი, ნათელი, ნაზი. ის იყო ხმა, რომელიც რეჟისორმა იცნო. ის იყო მედიას ხმა. რეჟისორი გრძნობდა, როგორ ყინავდა მისი სისხლი. ის უყურებდა, როგორ სოფიო საუბრობდა მედიას ხმით. როგორ ის ამბობდა, შენ მიპირდი ეროსი. შენ მიპირდი, რომ შენ არასოდეს დამივიწყებდი. შენ მიპირდი, რომ შენ ყოველთვის იქნებოდი ჩემთან ერთად. და ახლა მე აქ ვარ. მე დაუბრუნდი. მე დაუბრუნდი შენთან. და ეროსი პასუხობდა, მე ვიცი. მე ველოდი შენ. მე ყოველთვის ველოდი შენ. რეჟისორმა ვერ გაუძლო. ის გამოვიდა თავისი დამალვის ადგილიდან და შევიდა სტუდიაში. ის ჰკითხა, ეროსი რა ხდება აქ? ეროსი და სოფიო შეხედეს მას. ეროსის სახე იყო ფერმკრთალი. სოფიოს სახე იყო ცარიელი. ეროსი უთხრა, არაფერი. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ. რეჟისორმა ჰკითხა, მაგრამ ვისთან? ვისთან საუბრობ შენ? ეროსი დუმდა. შემდეგ უთხრა, ვიღაცასთან, ვინც აქ არის. ვიღაცასთან, ვინც ყოველთვის აქ იყო. რეჟისორმა უყურა სოფიოს. ის ჰკითხა, შენ ვინ ხარ? სოფიო გაიღიმა. ის ღიმილი, რომელიც არ იყო ადამიანური. ის ღიმილი, რომელიც იყო რაღაც სხვა. ის უთხრა მედიას ხმით, მე ვარ ის, ვინც არასოდეს წავიდა. მე ვარ ის, ვინც ყოველთვის იყო აქ. მე ვარ მედია. რეჟისორმა გაიქცა. ის გაიქცა სტუდიიდან და აღარ დაბრუნდა. ის უთხრა ადამიანებს, რომ ის ნახა რაღაც საშინელი, რაღაც, რაც არ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. მაგრამ არავინ არ დაუჯერა მას. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ის იყო ძველი, რომ ის კარგავდა გონებას. მაგრამ რეჟისორი იცოდა რა ნახა. ის იცოდა, რომ ეროსი მანჯგალაძე აღარ იყო მარტო. მაგრამ ის, ვინც იყო მასთან ერთად, არ იყო ცოცხალი. ის იყო რაღაც სხვა. რაღაც, რაც მოვიდა მკვდრეთიდან. რაღაც, რაც დაბრუნდა იმ დაპირების გამო, რომელიც ეროსიმ გააკეთა მრავალი წლის წინ. ვინ იყო სოფიო ნამდვილად? იყო თუ არა ის ნამდვილი ადამიანი? თუ იყო ის რაღაც სხვა მოჩვენება, ილუზია, გამოსახულება, რომელიც ეროსიმ შექმნა თავისი გიჟური გონებით? და რა იყო ის დაპირება, რომელზეც მედია საუბრობდა? რა დახპირდა ეროსი მას იმ ღამეს, როცა ის დადიოდა წვიმაში და უყურებდა, როგორ ის იყო სხვასთან ერთად? დახპირდა თუ არა ის, რომ ის არასოდეს დაქორწინდებოდა? რომ ის არასოდეს შეიყვარებდა სხვას? რომ ის ყოველთვის იქნებოდა მისი, მხოლოდ მისი, მაშინაც კი, როცა ის მკვდარი იქნებოდა? და ასრულებდა თუ არა ეროსი იმ დაპირებას ახლა, ამ უცნაური ქალის, ამ სოფიოს, ამ მედიას მეშვეობით? 1986 წლის შემოდგომაზე, 1 ოქტომბრის ღამეს, ეროსი მანჯგალაძის პირადმა ექიმმა, დოქტორმა ნუგზარმა მიიღო ზარი. ეროსის ხმა იყო სუსტი, თითქმის ჩურჩული. ის ამბობდა, დოქტორო, მე უგრძნობ, რომ რაღაც არასწორია. მე უგრძნობ, რომ ჩემი სხეული მტოვებს.
დოქტორი ნუგზარი მაშინვე წავიდა ეროსის ბინაში. როცა ის შევიდა, ის დაინახა რაღაც, რაც მას არასოდეს დაუიწყდებოდა. ეროსი იჯდა თავის სავარძელში, ფერმკრთალი როგორც ქაღალდი, მისი ტუჩები იყო ლურჯი, მისი ხელები კანკალებდა. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო მისი თვალები, ისინი იყო ცარიელი, თითქოს ის უკვე არ იყო აქ, თითქოს ის უკვე იყო სადღაც სხვაგან. გვერდით იმავე სავარძელში იჯდა სოფიო. ის უყურებდა ეროსს იმავე უცნაურ ღიმილით, რომელიც ყოველთვის ჰქონდა. დოქტორმა ნუგზარმა დაიწყო ეროსის გამოკვლევა. ის გაზომა მისი წნევა, მოусმინა მის გულს, შეამოწმა მისი სუნთქვა. ყველაფერი იყო ძალიან დაბალი, ძალიან სუსტი, თითქოს ეროსის სხეული ნელ-ნელა ქრებოდა სიცოცხლე მისგან. დოქტორმა ნუგზარმა ჰკითხა: ბატონო ეროსი, თქვენ ჭამთ? თქვენ სვამთ წყალს? თქვენ იძინებთ? ეროსი თავს აქნევდა. ის ამბობდა: მე აღარ მჭირდება ეს. მე აღარ მჭირდება საჭმელი. მე აღარ მჭირდება წყალი. მე აღარ მჭირდება ძილი. მე მჭირდება მხოლოდ ერთი რამ, ვიყო აქ, მასთან ერთად. ის უყურებდა სოფიოს. დოქტორმა ნუგზარმა უყურა სოფიოს. ის ჰკითხა: ქალბატონო, თქვენ ვინ ხართ? თქვენ ოჯახი ხართ? სოფიო არ პასუხობდა. ის მხოლოდ ღიმილობდა. დოქტორმა ნუგზარმა მიუბრუნდა ეროსს: ბატონო ეროსი, თქვენ უნდა წახვიდეთ საავადმყოფოში. თქვენ უნდა მიიღოთ დახმარება. თქვენი მდგომარეობა არის ძალიან სერიოზული. ეროსი თავს აქნევდა: არა. მე არ წავალ. მე დავრჩები აქ. მე დავრჩები მასთან ერთად. დოქტორი ნუგზარი ცდილობდა დაერწმუნებინა ეროსი, მაგრამ ის არ უსმენდა. ის უბრალოდ იჯდა იქ, უყურებდა სოფიოს და ღიმილობდა. ის ღიმილი, რომელიც იყო მშვიდი, თითქოს ის იყო ბედნიერი, თითქოს ის. საბოლოოდ იპოვა ის, რასაც ეძებდა მთელი ცხოვრება. დოქტორმა ნუგზარმა გავიდა იმ ბინიდან იმ ღამეს და იცოდა, ეროსი მანჯგალაძე კვდებოდა. ის კვდებოდა არა დაავადებისგან, არა ასაკისგან, არამედ რაღაცისგან უფრო ძლიერისგან, ის კვდებოდა სიყვარულისგან, რომელიც იყო ისეთი ძლიერი, რომ ის შლიდა მის სხეულს, შლიდა მის გონებას, შლიდა მის სულს. მომდევნო კვირების განმავლობაში დოქტორი ნუგზარი ხშირად სტუმრობდა ეროსს. ყოველ ჯერზე ის ხედავდა იმავეს, ეროსი უფრო და უფრო სუსტდებოდა, უფრო და უფრო თხელდებოდა, უფრო და უფრო ქრებოდა. მისი კანი ხდებოდა გამჭვირვალე, თითქოს შენ შეგეძლო დაენახა მისი ძვლები. მისი თვალები ხდებოდა უფრო და უფრო ღრმა, თითქოს ისინი იყვნენ ორი შავი ხვრელი, რომლებიც მიდიოდნენ სადღაც ძალიან შორს, სადღაც, სადაც არავინ სხვა ვერ მიაღწევდა. მაგრამ სოფიო ყოველთვის იყო იქ, გვერდით უყურებდა მას, ღიმილობდა, ელოდა. ერთ დღეს დოქტორმა ნუგზარმა გადაწყვიტა ესაუბრა სოფიოსთვის მარტო. ის დაელოდა, სანამ ეროსი დაიძინებდა, შემდეგ მიიყვანა სოფიო სამზარეულოში. ის ჰკითხა: ქალბატონო, გთხოვთ უთხარით მე ჭეშმარიტება. თქვენ ვინ ხართ? რა არის თქვენი ურთიერთობა ბატონ ეროსთან? სოფიო უყურებდა მას იმ ცარიელი თვალებით. შემდეგ ის თქვა მედიას ხმით: მე ვარ ის, ვისაც ის უყვარს. მე ვარ ის, ვისთვისაც ის ცხოვრობს. მე ვარ ის, ვისთვისაც ის კვდება. დოქტორი ნუგზარი გრძნობდა, როგორ ყინავდა მისი სისხლი. ის ჰკითხა: მაგრამ რატომ? რატომ უშვებთ მას კვდომას? სოფიო გაიღიმა: იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ის უნდა. ეს არის ის, რისთვისაც ის დაიბადა. ის დაიბადა იმისთვის, რომ ყოფილიყო ხმა. და ახლა ის ხდება ხმა სამუდამოდ. ის ხდება ხმა, რომელიც არასოდეს გაჩერდება, რომელიც ყოველთვის იქნება ჩემთან ერთად. დოქტორმა ნუგზარმა ჰკითხა: მაგრამ ვინ ხართ თქვენ? თქვენ ნამდვილად ხართ ადამიანი? სოფიო უყურებდა მას დიდხანს. შემდეგ ის თქვა: მე ვარ ის, რაც ის მჭირდება. თუ მას სჭირდება ადამიანი, მე ვარ ადამიანი. თუ მას სჭირდება მოჩვენება, მე ვარ მოჩვენება. თუ მას სჭირდება მედია, მე ვარ მედია. მე ვარ ყველაფერი და არაფერი. მე ვარ მხოლოდ ის, რაც ის ხედავს, როცა ის უყურებს მე. დოქტორი ნუგზარი გავიდა იმ სამზარეულოდან და იცოდა, ის ვერაფერს გააკეთებდა. ეროსი მანჯგალაძე იყო დაკარგული. ის იყო დაკარგული იმ სამყაროში, რომელიც იყო შექმნილი მისი გონებით, მისი სიყვარულით, მისი მარტოობით. 1987 წლის იანვარში ეროსი მანჯგალაძემ ბოლო ჯერზე შევიდა სტუდიაში. ის იყო ისეთი სუსტი, რომ ის ძლივს დადიოდა.
მისი კოლეგები უყურებდნენ მას შოკით, ეს კაცი, რომელიც ოდესღაც იყო ძლიერი, ელეგანტური, ლამაზი, ახლა იყო ჩონჩხი, დაფარული კანით, რომელიც ძლივს ინახავდა თავის ფორმას. მაგრამ როცა ის დაჯდა მიკროფონთან, როცა ის დაიწყო საუბარი, მისი ხმა იყო იგივე, თბილი, ნაზი, ლამაზი. ის იყო ხმა, რომელიც არასოდეს იცვლებოდა, ხმა, რომელიც იყო უკვდავი. ის დღე ეროსიმი საუბრა ფეხბურთის მატჩზე, რომელიც უნდა ჩატარებულიყო შემდეგ კვირას. ის ისაუბრა ახალ ფილმზე, რომელიც უნდა გამოსულიყო კინოთეატრებში. ის ისაუბრა გაზაფხულზე, რომელიც მოდიოდა, ყვავილებზე, რომლებიც მალე აყვავდებოდნენ. ის ისაუბრა ცხოვრებაზე, როგორც ის ყოველთვის საუბრობდა, იმედით, სიხარულით, სიყვარულით. მაგრამ როცა ის დაასრულა, როცა ის გამორთო მიკროფონი, ის უთხრა თავის კოლეგებს, ეს იყო ჩემი ბოლო გადაცემა. მე აღარ დაუბრუნდები. ისინი ფიქრობდნენ, რომ ის ხუმრობდა. მაგრამ ეროსი არ ხუმრობდა. ის იცოდა. ის ყოველთვის იცოდა. რატომ ეროსი მანჯგალაძე არ წავიდა საავადმყოფოში? რატომ მან არჩია დარჩენა იმ ბინაში, იმ ქალთან ერთად, რომელიც შეიძლება იყო ნამდვილი, ან შეიძლება იყო მხოლოდ მისი წარმოსახვა? იყო თუ არა ეს მისი არჩევანი თუ მისი სასჯელი? და რა იყო ის დაპირება, რომელიც მას აკავშირებდა მედეასთან, რომელიც მას აკავშირებდა სოფიოსთან, რომელიც მას აკავშირებდა იმ ხმასთან, რომელიც ისმოდა ყოველ ღამეს მის ბინაში? 1987 წლის თებერვალში ლევანმა, ახალგაზრდა ჟურნალისტმა, რომელიც ცდილობდა გაერკვია ეროსის საიდუმლოებები, გააკეთა რაღაც, რაც შეცვლიდა ყველაფერს. ის იპოვა ადამიანი, რომელიც მუშაობდა სასტუმრო ივერიაში 1991 წელს. ის იყო ყოფილი დაცვის თანამშრომელი, ახლა უკვე ხანდაზმული კაცი, რომელიც ცხოვრობდა პატარა ბინაში თბილისის გარეუბანში. ლევანი მივიდა მასთან და ჰკითხა იმ ღამის შესახებ, როცა ეროსი მანჯგალაძე იყო ნომერ 230-ში. ძველმა დაცვის თანამშრომელმა, რომლის სახელი იყო გიორგი, დუმდა დიდხანს. შემდეგ ის თქვა, მე ვიცოდი, რომ ერთ დღეს ვიღაც მოვიდოდა და მკითხავდა ამის შესახებ. მე ველოდი ამას 6 წლის განმავლობაში. გიორგი მუთხრა ლევანს ისტორია, რომელიც იყო ისეთი საშინელი, რომ ლევანი ძლივს სჯეროდა. იმ ღამეს 1991 წლის თებერვალში ეროსი მანჯგალაძე მოვიდა სასტუმრო ივერიაში ერთ კაცთან ერთად. ის კაცი იყო ცნობილი, ის იყო ზაქარია, ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი, კაცი, რომელსაც ჰქონდა კავშირები ყველგან, კაცი, რომელიც აკონტროლებდა ბევრ რამეს თბილისში. ისინი შევიდნენ ნომერ 230-ში. გიორგი იდგა კარის გარეთ, იმიტომ რომ ზაქარიამ უბრძანა მას დაცვა, რომ არავინ შემოსულიყო. გიორგი ისმენდა ხმებს. ის ისმენდა, როგორ ზაქარია საუბრობდა ხმამაღლა, აგრესიულად. ის ისმენდა, როგორ ეროსი ევედრებოდა, ტიროდა, ამბობდა, გთხოვ არა. გთხოვ, ნუ გააკეთებ ეს. მე გაძლევ ყველაფერს, რაც გინდა, მაგრამ გთხოვ, ნუ გააკეთებ ეს. გიორგი მარიცოდა, რა ხდებოდა იქ შიგნით. მაგრამ ის იცოდა ერთი, როცა ეროსი გამოვიდა 3 საათის შემდეგ, ის იყო განსხვავებული. ის იყო ფერმკრთალი როგორც მკვდარი. მისი ხელები კანკალებდა. მისი თვალები იყო ცარიელი. ის დადიოდა როგორც ზომბი, როგორც ადამიანი, რომელსაც ამოეღო სული. გიორგიმ ჰკითხა მას, ბატონო მანჯგალაძე, თქვენ კარგად ხართ? ეროსი არ პასუხობდა. ის უბრალოდ დადიოდა, გავიდა სასტუმროდან და გაქრა ღამეში. ლევანმა ჰკითხა, მაგრამ რა მოხდა იქ შიგნით? რა უთხრა ზაქარიამ ეროსს? გიორგიმ თქვა, მე არ ვიცი ზუსტად. მაგრამ მე გავიგონე რაღაცები. მე გავიგონე, როგორ ზაქარია ამბობდა, შენ იცი რა გააკეთე. შენ იცი რა მოხდა მედიასთან. და ახლა შენ უნდა გადაიხადო. მე გავიგონე, როგორ ეროსი ამბობდა, მე არაფერი გავაკეთე. მე არაფერი ვიცი. მაგრამ ზაქარია არ სჯეროდა. ის ამბობდა, შენ იცი. შენ ყოველთვის იცოდი. და ახლა შენ უნდა გადაიხადო, თორემ ყველა შეიტყობს. ლევანი გრძნობდა, როგორც ემდა მისი გული. ის ჰკითხა, რა იყო ის, რაც ეროსიმ გააკეთა? რა მოხდა მედიასთან? გიორგიმ თქვა, მე არ ვიცი. მაგრამ მე ვიცი ერთი, მედია გარდაიცვალა 1991 წელს. ის გარდაიცვალა უცებ, ახალგაზრდა, ჯანმრთელი ქალი. ოფიციალურად ეს იყო გულის შეტევა. მაგრამ ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ეს არ იყო გულის შეტევა. ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო რაღაც სხვა. ისინი ამბობდნენ, რომ მედია იყო მოწამლული. ლევანი გრძნობდა, როგორ ყინავდა მისი სისხლი.
ის ჰკითხა და ზაქარია ფიქრობდა, რომ ეროსი იყო ჩართული ამაში. გიორგიმ თქვა, მე არ ვიცი, რას ფიქრობდა ზაქარია. მაგრამ მე ვიცი, რომ ზაქარია იყო მედეას ძმა. მე ვიცი, რომ ის ეძებდა ვინმეს, ვინც იყო პასუხისმგებელი მისი დის სიკვდილზე. და მე ვიცი, რომ იმ ღამის შემდეგ ეროსი მანჯგალაძე გადასცა ზაქარიას 15,000 მანეთი. რატომ? რისთვის? ეს იყო ჩუმობის ფასი. თუ ეს იყო რაღაც სხვა, ლევანმა დატოვა გიორგის ბინა იმ დღეს და იცოდა, ის იპოვა რაღაც უზარმაზარი. ის იპოვა საიდუმლოება, რომელიც შეეძლო განადგურებულიყო ეროსი მანჯგალაძე. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ მას სჭირდებოდა მეტი. მას სჭირდებოდა მტკიცებულება. მას სჭირდებოდა ვიღაც, ვინც დაადასტურებდა ამ ისტორიას. მას სჭირდებოდა იპოვოს ზაქარია. ლევანმა დაიწყო ძებნა. ის ეძებდა ზაქარიას ყველგან. მაგრამ არავინ არ იცოდა, სად იყო ის. ზოგი ამბობდა, რომ ის გარდაიცვალა. ზოგი ამბობდა, რომ ის წავიდა რუსეთში. ზოგი ამბობდა, რომ ის იყო ციხეში. მაგრამ არავინ არ იცოდა ზუსტად. ლევანი იყო სასოწარკვეთილი. ის იყო ისეთი ახლოს ჭეშმარიტებასთან, მაგრამ ის ვერ შეეძლო მიაღწია მას. ერთ დღეს, მარტის ბოლოს ლევანმა მიიღო ზარი. ხმა იყო ძველი, სუსტი. ის ამბობდა, შენ ეძებ ზაქარიას. მე ვარ ზაქარია. მე გავიგე, რომ შენ მკითხულობ ჩემზე. მე გავიგე, რომ შენ მკითხულობ ეროსი მანჯგალაძეზე. მე მინდა შევხვდე შენ. მე მინდა გითხრა შენ ჭეშმარიტება. ლევანი გრძნობდა, როგორც ემდა მისი გული. ის ჰკითხა, სად? როდის? ზაქარიამ თქვა, ხვალ. ძველ პარკში. 2 საათზე. მოდი მარტო. ლევანი წავიდა იმ პარკში მეორე დღეს. ის დაელოდა. 2 საათზე გამოჩნდა ძველი კაცი, თხელი, მოხუცი, ჯოხით. ის იყო ზაქარია. ის მივიდა ლევანთან და დაჯდა ლავკაზე. ის უთხრა, შენ მინდა იცოდე ეროსი მანჯგალაძეზე. შენ მინდა იცოდე, რა მოხდა ჩემს დასთან, მედეასთან. მე გეტყვი შენ. მაგრამ შენ უნდა დამპირდე ერთი რამ, შენ არ გამოაქვეყნებ ამას, სანამ მე ცოცხალი ვარ. შენ დაელოდები, სანამ მე მოვკვდები. შენ დაელოდები, სანამ ეროსი მოკვდება. და მხოლოდ მაშინ შენ გეტყვი მსოფლიოს ჭეშმარიტება. ლევანმა დაეთანხმა. და ზაქარიამ დაიწყო საუბარი. ის უთხრა ლევანს ისტორია, რომელიც იყო ისეთი საშინელი, ისეთი ბნელი, რომ ლევანი ძლივს უმტკავდა. რა უთხრა ზაქარიამ ლევანს? რა იყო ის ჭეშმარიტება მედეას სიკვდილის შესახებ? იყო თუ არა ეროსი მანჯგალაძე ნამდვილად ჩართული ამაში? თუ იყო ეს მხოლოდ შანტაჟი, მხოლოდ სრუბრალდება, რომელიც ზაქარიამ გამოიყენა იმისთვის, რომ ამოეღო ფული ეროსისგან? და რატომ ეროსი გადასცა ის თანხა? რატომ მან არ უარყო? რატომ მან არ წავიდა პოლიციაში? იყო თუ არა ის ნამდვილად დამნაშავე? თუ იყო ის მხოლოდ შეშინებული, მხოლოდ სუსტი, მხოლოდ კაცი, რომელიც ცდილობდა დაეცვა თავისი საიდუმლოება, თავისი რეპუტაცია, თავისი ხმა? 1987 წლის აპრილში ეროსი მანჯგალაძე აღარ ტოვებდა თავის ბინას. ის იჯდა იქ, თავის სავარძელში, სოფიოსთან ერთად და ელოდა. ის იცოდა, რას ელოდა. ის ელოდა დასასრულს. ის ელოდა იმ მომენტს, როცა მისი სხეული საბოლოოდ დანებდებოდა, როცა მისი გული საბოლოოდ გაჩერდებოდა, როცა მისი სული საბოლოოდ გათავისუფლდებოდა. მაგრამ ის არ ეშინოდა. ის იყო მშვიდი. ის იყო ბედნიერი. იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ ის არ იყო მარტო. ის იცოდა, რომ სოფიო იყო მასთან ერთად. ის იცოდა, რომ მედეა იყო მასთან ერთად. ის იცოდა, რომ ის, რასაც ის უყვარდა, ის, რისთვისაც ის ცხოვრობდა, ის, რისთვისაც ის კვდებოდა, იყო მასთან ერთად. ერთ საღამოს, აპრილის ბოლოს, ეროსიმ ჰკითხა სოფიოს, შენ იქნები ჩემთან ერთად ბოლომდე? სოფიო გაიღიმა მედეას ღიმილით და თქვა, მე ყოველთვის ვიქნები შენთან ერთად. მე არასოდეს გატოვებ. მე დაგელოდები იქ, სადაც შენ მიდიხარ. მე დაგელოდები იმ ადგილას, სადაც ხმები არასოდეს კვდებიან, სადაც სიყვარული არასოდეს მთავრდება, სადაც ჩვენ ვიქნებით ერთად სამუდამოდ. ეროსი დახურა თვალები და გაიღიმა. ის იყო მშვიდი. იმ ღამეს 1987 წლის 25 აპრილს ქალბატონმა თამარმა, მეზობელმა, რომელიც ცხოვრობდა ზემოთ სართულზე, გაიღვიძა უცებ. ის გრძნობდა რაღაცას უცნაურს. ის გრძნობდა, რომ რაღაც შეიცვალა.
ის ჩამოვიდა ქვემოთ და მივიდა ეროსის კარასთან. ის დააკაკუნა. არავინ არ პასუხობდა. ის დააკაკუნა კიდევ. ისევ სიჩუმე. ის გახსნა კარი, ის არ იყო ჩაკეტილი. ის შევიდა. ბინა იყო ბნელი. ის ჩართო შუქი. ის დაინახა ეროსი, რომელიც იჯდა თავის სავარძელში. ის იყო უძრავი. მისი თვალები იყო დახურული. მისი სახე იყო მშვიდი. ის იყო წასული. გვერდით იმავე სავარძელში არავინ არ იყო. სოფიო არ იყო. ქალბატონმა თამარმა უყურებდა იმ ცარიელ სავარძელს და გრძნობდა რაღაცას ცივს, რაღაცას, რაც აიძულებდა მას კანკალებულიყო. სად იყო სოფიო? სად წავიდა ის? იყო თუ არა ის ოდესმე ნამდვილად იქ? თუ იყო ის მხოლოდ ილუზია, მხოლოდ ჩრდილი, მხოლოდ რაღაც, რაც ეროსიმ შექმნა თავისი მარტოობით, თავისი სიყვარულით, თავისი გიჟურით. ქალბატონმა თამარმა დარეკა პოლიციაში. ისინი მოვიდნენ. ისინი შევიდნენ ბინაში. ისინი დაინახეს ეროსი. ისინი დაინახეს ის ერთადერთი ფოტო მაგიდაზე, მიკროფონი და ის თავად ახალგაზრდა ბედნიერი 1965 წელს. ფოტოს უკან ხელით ეწერა, ერთადერთი ჩემი სიყვარული. ისინი დაინახეს ჯილდოები კედლებზე. ისინი დაინახეს ცარიელი ბინა, სადაც არაფერი იყო, არა ოჯახის ფოტოები, არა პირადი ნივთები, არა არაფერი, რაც მიუთითებდა, რომ აქ ცხოვრობდა ადამიანი, რომელსაც ჰყავდა ვიღაც. პოლიციამ დაიწყო გამოძიება. ისინი ეძებდნენ სოფიოს. მაგრამ არავინ არ იცოდა, ვინ იყო ის. არავინ არ იცოდა, საიდან მოვიდა ის. არავინ არ იცოდა, სად წავიდა ის. ის იყო როგორც მოჩვენება, იყო და გაქრა. პოლიციამ ჰკითხა ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ ეროსთან ერთად. ყველამ თქვა, რომ დიახ, ისინი ხედავდნენ სოფიოს. მაგრამ არავინ არ იცოდა მის შესახებ არაფერი. არავინ არ საუბრობდა მასთან. არავინ არ იცნობდა მას. ის იყო როგორც ჩრდილი, რომელიც დადიოდა ეროსის გვერდით, მაგრამ არასოდეს იყო ნამდვილი. პოლიციამ დაასკვნა, რომ ეროსი მანჯგალაძე გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით. მისი გული უბრალოდ გაჩერდა. ის იყო 44 წლის. ის იყო ძალიან ახალგაზრდა. მაგრამ ის იყო ასევე ძალიან დაღლილი. ის იყო დაღლილი ცხოვრებით, რომელიც იყო აგებული ხმაზე, მაგრამ არა სიყვარულზე. ის იყო დაღლილი მარტოობით, რომელიც მას ჰქონდა მთელი ცხოვრება. ის იყო დაღლილი იმ დაპირებით, რომელიც მან გააკეთა მრავალი წლის წინ, დაპირებით, რომელიც მას არასოდეს გაუშვა. დაკრძალვაზე მოვიდა ბევრი ადამიანი. მოვიდნენ მისი კოლეგები, მისი თაყვანისმცემლები, ადამიანები, რომლებიც უყვარდათ მისი ხმა. მაგრამ არავინ არ მოვიდა მისი ოჯახიდან, იმიტომ რომ მას არ ჰყავდა ოჯახი. არავინ არ მოვიდა მისი მეგობრებიდან, იმიტომ რომ მას არ ჰყავდა მეგობრები. არავინ არ მოვიდა მისი საყვარელი ადამიანებიდან, იმიტომ რომ მას არ ჰყავდა საყვარელი ადამიანები. ის იყო მარტო, როგორც ყოველთვის იყო მარტო. მაგრამ ერთი ადამიანი იდგა შორს, ხეების ჩრდილში და უყურებდა. ის იყო ქალი, ნათელი თმით და თვალებით, რომლებიც ბრწყინავდნენ. ის იყო სოფიო. ან იყო ის მედია. ან იყო ის ვიღაც სხვა ვიღაც, ვინც მოვიდა იმისთვის, რომ ენახა, როგორ ეროსი მანჯგალაძე, საქართველოს ხმა, საბოლოოდ იპოვა მშვიდობას. არავინ არ იცოდა. არავინ არ ნახა ის. ის იყო როგორც ჩრდილი, როგორც მოჩვენება, როგორც რაღაც, რაც იყო და არ იყო. დაკრძალვის შემდეგ ლევანმა, ახალგაზრდა ჟურნალისტმა, გადაწყვიტა დაეწერა სტატია ეროსი მანჯგალაძეზე. მაგრამ ის არ დაწერა ის, რაც ზაქარიამ უთხრა მას. ის არ დაწერა ის საიდუმლოება, რომელიც მან იპოვა. ის დაწერა მხოლოდ ის, რაც ყველამ იცოდა, რომ ეროსი მანჯგალაძე იყო საქართველოს ხმა, რომ ის იყო ლეგენდა, რომ ის იყო კაცი, რომელიც მისცა თავისი ცხოვრება თავის ხმას. ის არ დაწერა ის, რომ ეროსი იყო მარტო. ის არ დაწერა ის, რომ ეროსი საუბრობდა მოჩვენებებთან. ის არ დაწერა ის, რომ ეროსი შეიძლება იყო ჩართული რაღაცაში საშინელში, რაღაცაში ბნელში, რაღაცაში, რაც მან მალავდა მთელი ცხოვრება. რატომ ლევანმა არ გამოაქვეყნა ჭეშმარიტება? რატომ მან დაიცვა ეროსის საიდუმლოება? იყო თუ არა ეს პატივისცემა? თუ იყო ეს შიში? თუ იყო ეს რაღაც სხვა გაგება იმისა, რომ ზოგიერთი საიდუმლოება უნდა დარჩეს დაკრძალული, რომ ზოგიერთი ჭეშმარიტება უნდა დარჩეს ბნელში, რომ ზოგიერთი ადამიანი უნდა დაიხსონონ არა იმით, რაც ისინი იყვნენ, არამედ იმით, რაც ისინი მისცეს მსოფლიოს.
ეროსი მანჯგალაძე დარჩა ისტორიაში როგორც საქართველოს ხმა. მისი ხმა ჯერ კიდევ ისმის ძველ ჩანაწერებში, ძველ ფილმებში, ძველ რადიო გადაცემებში. ადამიანები ჯერ კიდევ იხსენებენ მას სიყვარულით, პატივისცემით, ნოსტალგიით. მაგრამ არავინ არ იცის ჭეშმარიტება. არავინ არ იცის, რა იყო მისი ცხოვრება ნამდვილად. არავინ არ იცის, რატომ ის იყო მარტო. არავინ არ იცის, რა იყო ის დაპირება, რომელიც მან გააკეთა. არავინ არ იცის, ვინ იყო სოფიო. არავინ არ იცის, რა მოხდა მედიასთან. და შეიძლება ეს არის უკეთესი. შეიძლება ზოგიერთი საიდუმლოება უნდა დარჩეს საიდუმლოებად. შეიძლება ზოგიერთი ადამიანი უნდა დაიხსონონ არა მათი ტკივილით, არა მათი მარტოობით, არა მათი ბნელი მხარით, არამედ მათი ნათელით, მათი ნიჭით, მათი ხმით, რომელიც ჯერ კიდევ ისმის, ჯერ კიდევ ცოცხლობს, ჯერ კიდევ ეხება ადამიანების გულებს. 2002 წლის ზაფხულში, 15 წლის შემდეგ ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალებიდან ერთმა ახალგაზრდა არქივისტმა, სახელად თამარმა, რომელიც მუშაობდა საქართველოს ტელერადიოს არქივში, იპოვა რაღაც, რაც არავინ არ უნდა ეპოვა. ის ალაგებდა ძველ ლენტებს, ძველ ჩანაწერებს, ძველ დოკუმენტებს, რომლებიც იყო დაგროვილი 10 წლეულების განმავლობაში. ის იყო მარტო იმ დიდ ბნელ საწყობში, სადაც კედლებზე იდგა ათასობით ხუთი, ათასობით ლენტი, ათასობით მეხსიერება, რომლებიც ელოდნენ იმას, რომ ვინმე დაბრუნებულიყო მათკენ. ის გახსნა ერთ-ერთ ძველ ყუთს, რომელზე ეწერა მხოლოდ ერთი სიტყვა, პირადი. შიგნით იყო ლენტი. ძველი, მტვრიანი, თითქმის დავიწყებული ლენტი. მასზე ეწერა ხელით, ეროსი მანჯგალაძე. 1987 წელი. ბოლო ჩანაწერი. არ გამოაქვეყნოთ. თამარმა იგრძნო როგორც ემდა მისი გული. ის იცოდა, ვინ იყო ეროსი მანჯგალაძე. ყველამ იცოდა. ის იყო ლეგენდა, ის იყო საქართველოს ხმა, ის იყო კაცი, რომლის ხმა ჯერ კიდევ ისმოდა ძველ ჩანაწერებში, ძველ ფილმებში. მაგრამ ეს ლენტი იყო რაღაც განსხვავებული. ეს იყო რაღაც, რაც არავინ არ უნდა ესმინა. ეს იყო რაღაც, რაც იყო დამალული 15 წლის განმავლობაში. თამარმა უყურებდა იმ ლენტს დიდხანს. შემდეგ ის გადაწყვიტა. ის წაიღო ლენტი, წავიდა მოსასმენ ოთახში, ჩადო ის ძველ მაგნიტოფონში და დააჭირა ღილაკს. პირველი რაც ისმოდა იყო სიჩუმე. შემდეგ ხმა. ეროსის ხმა. მაგრამ ეს არ იყო ის ხმა, რომელიც ყველამ იცოდა. ეს არ იყო ის თბილი, ნაზი, ლამაზი ხმა, რომელიც ისმოდა რადიოში. ეს იყო სხვა ხმა, სუსტი, დაღლილი, ტკივილით სავსე. ეროსი საუბრობდა ნელა, თითქოს ყოველი სიტყვა იყო ტვირთი, რომელსაც ის ძლივს ატარებდა. ის ამბობდა, ეს არის ჩემი ბოლო ჩანაწერი. მე ვიცი, რომ მე მალე წავალ. მე ვგრძნობ ამას. მე ვგრძნობ როგორც ჩემი სხეული მტოვებს, როგორც ჩემი სული ემზადება წასვლისთვის. მაგრამ სანამ წავალ, მე უნდა ვთქვა ჭეშმარიტება. მე უნდა ვთქვა ის, რაც მე ვმალავდი მთელი ცხოვრება. მე უნდა ვთქვა ის, რაც არავინ არ იცის. თამარი გრძნობდა, როგორ ყინავდა მისი სისხლი. ის უსმენდა, როგორ ეროსი აგრძელებდა, მე ვიყავი შეყვარებული მედიაში. მე ვუყვარდი მას უფრო ვიდრე ცხოვრებას. მე ვუყვარდი მას უფრო ვიდრე ჩემს ხმას. მე ვუყვარდი მას ისე, რომ მე მზად ვიყავი გავაკეთებულიყო ყველაფერი მისთვის. მაგრამ ის არ მიყვარდა მე. ის უყვარდა სხვა კაცი. ის უყვარდა პროდიუსერი, კაცი, რომელსაც ჰქონდა ფული და ძალა. ის უყვარდა კაცი, რომელსაც შეეძლო გაეკეთებინა ის ვარსკვლავი. და მე ვუყურებდი, როგორ ის იყო მასთან ერთად. მე ვუყურებდი, როგორ ის იცინოდა მასთან ერთად. მე ვუყურებდი, როგორ ის ივიწყებდა მე. ეროსის ხმა შეიცვალა. ის გახდა უფრო ბნელი, უფრო ღრმა. ის აგრძელებდა, ერთ ღამეს 1968 წელს მე ვიდექი მედიას სახლის გარეთ წვიმაში. მე ვუყურებდი ფანჯარას. მე ვხედავდი მას იმ კაცთან ერთად. მე ვხედავდი, როგორ ისინი იცინოდნენ, როგორ ისინი სვამდნენ, როგორ ისინი იყვნენ ბედნიერები. და რაღაც მასში მიშლებოდა. რაღაც, რაც მე არასოდეს ვიცოდი, რომ მქონდა. რაღაც ბნელი, რაღაც საშინელი. მე ვიფიქრე, თუ მე ვერ ვიქნები მასთან ერთად, არავინ არ იქნება მასთან ერთად. თუ ის არ არის ჩემი, ის არ იქნება არავისი. თამარი გრძნობდა, როგორ კანკალებდა მისი ხელები. ის უსმენდა, როგორ ეროსი აგრძელებდა, მე არ ვაპირებდი მის მოკლას. მე არასოდეს არ მინდოდა ეს. მაგრამ მე ვიცოდი ადამიანი, რომელსაც შეეძლო დახმარება.
მე ვიცოდი კაცი, რომელიც მუშაობდა იმ სასტუმროში, სადაც მედია ხშირად დადიოდა იმ პროდიუსერთან ერთად. მე ვესაუბრე მას. მე ვუთხარი მას, რომ მე მინდოდა, რომ მედიამ დაივიწყა ის კაცი. მე ვუთხარი მას, რომ მე მინდოდა, რომ მედიამ დაბრუნებულიყო ჩემთან. მე ვუთხარი მას, რომ მე მზად ვიყავი გადამეხადა ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა. და ის გააკეთა რაღაც, რაც მე არასოდეს არ მithოვია. ის ჩაასხა რაღაც მედიას სასმელში. რაღაც, რაც უნდა გაეკეთებინა ის ავადმყოფი, რაღაც, რაც უნდა გაეკეთებინა ის სუსტი, რაღაც, რაც უნდა გაეკეთებინა ის დამოკიდებული დახმარებაზე. მაგრამ ის გააკეთა ძალიან ბევრი. ის გააკეთა ძალიან ძლიერი. და მედია გარდაიცვალა. თამარი გრძნობდა, როგორ ტიროდა. ის უსმენდა, როგორ ეროსის ხმა იშლებოდა, მე არ ვიცოდი. მე არასოდეს არ მინდოდა ეს. მე მხოლოდ მინდოდა, რომ ის დაბრუნებულიყო ჩემთან. მე მხოლოდ მინდოდა, რომ ის მიყვარებოდა. მაგრამ ის მოკვდა. ის მოკვდა ჩემი გამო. ის მოკვდა იმიტომ, რომ მე ვიყავი სუსტი, იმიტომ, რომ მე ვიყავი შეშინებული, იმიტომ, რომ მე ვიყავი ეგოისტი. და მე ვცხოვრობდი ამ ბრალეულობით მთელი ცხოვრება. მე ვცხოვრობდი ამ საიდუმლოებით მთელი ცხოვრება. მე ვცხოვრობდი ამ ტკივილით მთელი ცხოვრება. ეროსი დუმდა. შემდეგ ის აგრძელებდა, როცა მედია გარდაიცვალა, მისმა ძმამ ზაქარიამ დაიწყო ძებნა. ის ეძებდა ვინმეს, ვინც იყო პასუხისმგებელი. ის ეძებდა ჭეშმარიტებას. და ის იპოვა მე. ის იპოვა ის კაცი, რომელმაც დამეხმარა. ის იპოვა ყველაფერი. ის მოვიდა ჩემთან 1991 წელს. ის მიმიყვანა სასტუმრო ივერიაში. ის მითხრა, რომ ის იცოდა ყველაფერი. ის მითხრა, რომ ის შეეძლო წასულიყო პოლიციაში. ის მითხრა, რომ ის შეეძლო განემადგურებინა მე. მაგრამ ის არ გააკეთა. ის მითხრა, რომ ის მინდოდა, რომ მე ვეცხოვრე ამ ბრალეულობით. ის მინდოდა, რომ მე ვეტანჯე ყოველ დღე. ის მინდოდა, რომ მე ვეხსენებინა, რომ მე მოვკალი მისი და ის მითხრა, რომ თუ მე ოდესმე ვეცდებოდი დავქორწინებულიყავი, თუ მე ოდესმე ვეცდებოდი ბედნიერი ყოფილიყავი, ის გამოაქვეყნებდა ყველაფერს. ის განადგურებდა მე. ის განადგურებდა ჩემს ხმას, ჩემს სახელს, ჩემს ყველაფერს. ეროსის ხმა იყო ახლა მხოლოდ ჩურჩული და მე დავეთანხმე. მე მივეცი მას ფული. მე დავპირდი, რომ მე არასოდეს დავქორწინდებოდი. მე დავპირდი, რომ მე არასოდეს ვიქნებოდი ბედნიერი. მე დავპირდი, რომ მე ვიცხოვრებდი მარტო, ყოველთვის მარტო, როგორც სასჯელი იმისთვის, რაც მე გავაკეთე. და მე შევასრულე ეს დაპირება. მე ვიცხოვრე მარტო. მე ვიცხოვრე ბრალეულობით. მე ვიცხოვრე ტკივილით. მე ვიცხოვრე მედიას მოჩვენებასთან ერთად, რომელიც მოდიოდა ჩემთან ყოველ ღამეს, რომელიც მეუბნებოდა, რომ მე მოვკალი ის, რომელიც მეუბნებოდა, რომ მე არასოდეს ვიქნებოდი თავისუფალი. ლენტზე ისმოდა ტირილი. ეროსი ტიროდა. ის ამბობდა, მე ვიცი, რომ მე არ დამიმსახურებია პატიება. მე ვიცი, რომ მე დამიმსახურებია ყველაფერი, რაც მე მივიღე. მაგრამ მე მინდა, რომ ადამიანებმა იცოდნენ ჭეშმარიტება. მე მინდა, რომ ისინი იცოდნენ, რომ მე არ ვიყავი მხოლოდ ხმა. მე ვიყავი ადამიანი. მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც გააკეთა საშინელი შეცდომა. მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც მოკლა ის, რასაც ის უყვარდა. მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც იცხოვრა მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთში, რომელიც იყო შექმნილი მისი საკუთარი ბრალეულობით. ლენტი დასრულდა. თამარი იჯდა იმ ბნელ ოთახში და ტიროდა. ის ტიროდა ეროსისთვის. ის ტიროდა მედიასთვის. ის ტიროდა იმ საშინელი ისტორიისთვის, რომელიც იყო დამალული 15 წლის განმავლობაში. ის იცოდა, რომ ის უნდა გაეკეთებინა რაღაც ამ ლენტით. მაგრამ რა? უნდა გამოიაქვეყნებინა ის? უნდა ეთქვა მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს ხმა იყო ჩართული მკვლელობაში? უნდა განიადგურებინა ის ლეგენდა, რომელიც ადამიანებს ჰქონდათ ეროსი მანჯგალაძეზე? რა უნდა გააკეთოს თამარმა ამ ლენტით? უნდა გამოაქვეყნოს თუ არა ის ჭეშმარიტება, რომელიც ეროსიმ აღიარა თავის ბოლო ჩანაწერში? და თუ ის გამოაქვეყნებს, რა მოხდება ეროსის მეხსიერებასთან? რა მოხდება იმ ადამიანებთან, რომლებიც ჯერ კიდევ უყვარდათ მისი ხმა, რომლებიც ჯერ კიდევ იხსენებდნენ მას როგორც გმირს? უნდა განადგურდეს თუ არა ლეგენდა ჭეშმარიტების გამო? 2013 წლის შემოდგომაზე თამარმა გადაწყვიტა იპოვა ზაქარია.
ის იცოდა, რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ეროსის ისტორია. ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცოდა ყველაფერი. მაგრამ ზაქარიას პოვნა იყო ძნელი. ის იყო ძველი, ავადმყოფი და მალული. თამარმა ძებნა გაატარა თვეების განმავლობაში. ის ესაუბრებოდა ადამიანებს, რომლებიც იცნობდნენ ზაქარიას. ის ესაუბრებოდა ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ მასთან ერთად. ის ესაუბრებოდა ადამიანებს, რომლებიც ეშინოდნენ მისი. საბოლოოდ ის იპოვა მას. ზაქარია ცხოვრობდა პატარა სახლში თბილისის გარეუბანში. ის იყო ძველი, ძალიან ძველი, თითქმის 80 წლის. ის იყო ავადმყოფი, სუსტი, მაგრამ მისი თვალები ჯერ კიდევ იყო ცოცხალი, ჯერ კიდევ იყო ძლიერი. თამარი მივიდა მასთან და უთხრა, რატომ იყო ის იქ. ის უთხრა მას ეროსის ლენტის შესახებ. ის უთხრა მას, რომ ის იცოდა ყველაფერი. ზაქარია უყურებდა მას დიდხანს. შემდეგ ის თქვა, შენ მოხვედი იმისთვის, რომ გაიგო ჭეშმარიტება. მაგრამ ჭეშმარიტება არის უფრო რთული, ვიდრე ის, რაც ეროსიმ თქვა იმ ლენტზე. ზაქარიამ დაიწყო საუბარი. ის უთხრა თამარს ისტორია, რომელიც იყო უფრო სრული, უფრო რთული, უფრო ტრაგიკული. ის თქვა, დიახ, ეროსი იყო ჩართული ჩემი დის სიკვდილში. მაგრამ ის არ იყო ერთადერთი. იყო სხვა ადამიანიც, ის პროდიუსერი, ის კაცი, რომელსაც მედია უყვარდა. ის კაცი იყო ძლიერი, ის კაცი იყო საშიში. ის კაცი იცოდა, რომ მედია უნდოდა დაეტოვებინა ის. ის იცოდა, რომ მედია უნდოდა დაბრუნებულიყო ეროსთან. და ის არ უნდოდა ეს. ის არ უნდოდა დაეკარგა მისი ვარსკვლავი, მისი ქალი, მისი საკუთრება. ზაქარია აგრძელებდა, ის კაცი, რომელმაც ჩაასხა რაღაც მედიას სასმელში, არ იყო უბრალოდ სასტუმროს თანამშრომელი. ის იყო ადამიანი, რომელიც მუშაობდა იმ პროდიუსერისთვის. ის იყო ადამიანი, რომელიც აკეთებდა ბინძურ საქმეებს. და როცა ეროსი მივიდა მასთან და უთხრა, რომ ის უნდოდა, რომ მედიამ დაივიწყა ის პროდიუსერი, ის კაცი დაუკავშირდა თავის უფროსს. და ისინი გააკეთეს გეგმა. ისინი გადაწყვიტეს, რომ ისინი მოკლავდნენ მედიას და დაადანაშაულებდნენ ეროსს. ისინი გადაწყვიტეს, რომ ისინი გააკეთებდნენ ეროსს მარიონეტად, კაცად, რომელიც იცხოვრებდა ბრალეულობით, კაცად, რომელიც არასოდეს იქნებოდა თავისუფალი. თამარი გრძნობდა, როგორ ყინავდა მისი სისხლი. ის ჰკითხა, მაგრამ რატომ? რატომ გააკეთეს ეს? ზაქარიამ თქვა, იმიტომ რომ ეროსი იყო ცნობილი. ეროსი იყო ძლიერი. ეროსი იყო ხმა, რომელსაც ყველა უსმენდა. და თუ ისინი აკონტროლებდნენ ეროსს, ისინი აკონტროლებდნენ ბევრ რამეს. ისინი აკონტროლებდნენ ინფორმაციას. ისინი აკონტროლებდნენ ადამიანების აზრებს. ისინი აკონტროლებდნენ ყველაფერს. ზაქარია დუმდა. შემდეგ ის აგრძელებდა, როცა მე გავიგე რა მოხდა, მე მინდოდა შურისძიება. მე მინდოდა მოვეკლა ეროსი. მე მინდოდა მოვეკლა ის პროდიუსერი. მე მინდოდა მოვეკლა ყველა, ვინც იყო ჩართული ჩემი დის სიკვდილში. მაგრამ მე ვერ გავაკეთე. მე ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ ეს არ დააბრუნებდა ჩემს დას. ეს არ გააკეთებდა მას ცოცხალს. ეს მხოლოდ გააკეთებდა მე მკვლელად. და მე არ მინდოდა ყოფილიყავი მკვლელი. მე მინდოდა, რომ ისინი ეცხოვრათ ბრალეულობით. მე მინდოდა, რომ ისინი ეტანჯათ ყოველ დღე. მე მინდოდა, რომ ისინი ეხსენებინათ, რა გააკეთეს. თამარმა ჰკითხა, და რა მოხდა იმ პროდიუსერთან? ზაქარიამ გაიღიმა. წარე ღიმილი. ის თქვა, ის გარდაიცვალა 1999 წელს. ის გარდაიცვალა ავტომობილის ავარიაში. ოფიციალურად ეს იყო უბედური შემთხვევა. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა. მე ვიცი, რომ ეს იყო სასჯელი. მე ვიცი, რომ ვიღაცამ გააკეთა ეს. შეიძლება ეს ვიყავი მე. შეიძლება ეს იყო ვიღაც სხვა. მაგრამ ის მოკვდა. ის მოკვდა, როგორც უნდა მომკვდარიყო. ზაქარია უყურებდა თამარს. ის თქვა, ახლა შენ იცი ჭეშმარიტება. ახლა შენ იცი, რომ ეროსი არ იყო მხოლოდ დამნაშავე. ის იყო ასევე მსხვერპლი. ის იყო მსხვერპლი თავისი სიყვარულისა, თავისი სისუსტისა, თავისი შიშისა. ის იყო მსხვერპლი ადამიანების, რომლებიც იყვნენ უფრო ძლიერები, უფრო საშიშები, უფრო ბოროტები. მაგრამ ის ასევე იყო დამნაშავე. ის იყო დამნაშავე იმიტომ, რომ ის არ გაჩერდა. ის იყო დამნაშავე იმიტომ, რომ ის არ წავიდა პოლიციაში.
ის იყო დამნაშავე იმიტომ, რომ ის ცხოვრობდა ამ საიდუმლოებით, ამ ტყუილით, ამ ბრალეულობით. თამარმა ჰკითხა, და რა უნდა გავაკეთო მე? უნდა გამოვაქვეყნო ეს ჭეშმარიტება, ზაქარიამ თქვა, ეს არის შენი გადაწყვეტილება. მე არ შემიძლია გითხრა, რა უნდა გააკეთო. მაგრამ მე შემიძლია გითხრა ერთი რამ, ჭეშმარიტება ყოველთვის არის რთული. ჭეშმარიტება ყოველთვის არის ტკივილიანი. ჭეშმარიტება ყოველთვის არის ორმხრივი. და ზოგჯერ ჭეშმარიტება არის უფრო საშიში, ვიდრე ტყუილი. ზოგჯერ ჭეშმარიტება განადგურებს უფრო მეტს, ვიდრე ის ხსნის. თამარი დატოვა ზაქარიას სახლი იმ დღეს და იცოდა, ის იყო ჯვარგზაზე. ის იცოდა ჭეშმარიტება. ის იცოდა ყველაფერი. მაგრამ ის არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ამ ცოდნით. ის არ იცოდა, უნდა გამოიაქვეყნებინა ის თუ არა. ის არ იცოდა, უნდა განიადგურებინა ეროსის ლეგენდა თუ არა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს თამარი? გამოაქვეყნებს თუ არა ის ეროსის ბოლო ჩანაწერს? გამოაქვეყნებს თუ არა ის ზაქარიას ისტორიას? და თუ ის გამოაქვეყნებს, რა იქნება შედეგი? როგორ შეიცვლება ადამიანების დამოკიდებულება ეროსი მანჯგალაძისადმი? როგორ შეიცვლება ისტორია? და ღირს თუ არა ჭეშმარიტება იმ ტკივილისა, რომელსაც ის გამოიწვევს? 2004 წლის გაზაფხულზე თამარმა მიიღო გადაწყვეტილება. ის არ გამოაქვეყნებდა ეროსის ბოლო ჩანაწერს. ის არ გამოაქვეყნებდა ზაქარიას ისტორიას. ის არ გამოაქვეყნებდა ჭეშმარიტებას. მაგრამ ის ასევე არ განადგურებდა მას. ის შეინახავდა მას. ის შეინახავდა იმ ლენტს, იმ ისტორიას, იმ ჭეშმარიტებას იმ იმედით, რომ ერთ დღეს, შეიძლება 10 წლეულების შემდეგ, როცა ყველა, ვინც იყო ჩართული, მოკვდებოდა, როცა ტკივილი შემსუბუქდებოდა, როცა დრო გაივლიდა, ვიღაც სხვა იპოვიდა მას და გადაწყვეტდა, რა უნდა გაეკეთებინა მასთან. მაგრამ თამარმა გააკეთა ერთი რამ. ის დაწერა წიგნი. ის დაწერა წიგნი ეროსი მანჯგალაძეზე, მაგრამ არა იმ ეროსზე, რომელიც ყველა მიცოდა. ის დაწერა წიგნი ეროსზე, რომელიც იყო ადამიანი, არა მხოლოდ ხმა. ის დაწერა წიგნი ეროსზე, რომელიც იყო მარტო, რომელიც იყო შეშინებული, რომელიც იყო ბრალეული, რომელიც იყო მსხვერპლი, რომელიც იყო დამნაშავე. ის დაწერა წიგნი ეროსზე, რომელიც ცხოვრობდა ჯოჯოხეთში, რომელიც იყო შექმნილი მისი საკუთარი არჩევნებით, მისი საკუთარი შეცდომებით, მისი საკუთარი სიყვარულით. მაგრამ ის არ დაწერა დეტალები. ის არ დაწერა მედიას სიკვდილის შესახებ. ის არ დაწერა ზაქარიას შესახებ. ის არ დაწერა იმ პროდიუსერის შესახებ. ის დაწერა მხოლოდ ის, რაც ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ეროსი მანჯგალაძე იყო კაცი, რომელიც იყო შეყვარებული, რომელიც დაკარგა თავისი სიყვარული, რომელიც ცხოვრობდა მარტო, რომელიც ცხოვრობდა ბრალეულობით, რომელიც ცხოვრობდა ტკივილით. ის დაწერა წიგნი, რომელიც იყო ტრაგედია, მაგრამ ასევე იყო სიყვარულის ისტორია, მარტოობის ისტორია, ადამიანური სისუსტის ისტორია. წიგნი გამოვიდა 2005 წელს. ის გახდა ბესტსელერი. ადამიანები წაიკითხეს მას და ტიროდნენ. ისინი ტიროდნენ ეროსისთვის. ისინი ტიროდნენ იმ კაცისთვის, რომელიც იყო საქართველოს ხმა, მაგრამ რომელიც იყო ასევე უბრალოდ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გული, რომელსაც ჰქონდა სული, რომელსაც ჰქონდა ტკივილი. ისინი ტიროდნენ იმ ისტორიისთვის, რომელიც იყო ისეთი ტრაგიკული, ისეთი ლამაზი, ისეთი ადამიანური. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი იყო გაბრაზებული. ისინი ამბობდნენ, რომ თამარმა განადგურა ეროსის ლეგენდა. ისინი ამბობდნენ, რომ ის აჩვენა ეროსი როგორც სუსტ კაცს, როგორც ბრალეულ კაცს, როგორც კაცს, რომელიც არ იყო გმირი. ისინი ამბობდნენ, რომ ის უნდა დაეტოვებინა ეროსი როგორც ლეგენდა, როგორც ხმა, როგორც რაღაც, რაც იყო უკვდავი, რაც იყო სრულყოფილი, რაც იყო ლამაზი. მაგრამ თამარი იცოდა, რომ ის გააკეთა სწორი. ის იცოდა, რომ ეროსი არ იყო ლეგენდა. ის იყო ადამიანი. და ადამიანები არ არიან სრულყოფილები. ადამიანები აკეთებენ შეცდომებს. ადამიანები ტანჯავენ. ადამიანები ცხოვრობენ ბრალეულობით. ადამიანები ცხოვრობენ ტკივილით. და ეს არის ის, რაც აკეთებს მათ ადამიანებად, არა ლეგენდებად. 2021 წელს, 15 წლის შემდეგ თამარის წიგნის გამოცემიდან, ზაქარია გარდაიცვალა. ის იყო 95 წლის. ის გარდაიცვალა მშვიდად თავის წილში, თავის პატარა სახლში თბილისის გარეუბანში. მისი დაკრძალვაზე მოვიდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. თამარი იყო ერთ-ერთი მათგანი. ის იდგა იქ საფლავთან და ფიქრობდა იმ კაცზე, რომელიც ცხოვრობდა შურისძიებით, რომელიც ცხოვრობდა ბრალეულობით, რომელიც ცხოვრობდა ტკივილით.
ის ფიქრობდა იმ კაცზე, რომელმაც დაკარგა თავისი და რომელმაც ვერ იპოვა მშვიდობა მთელი ცხოვრება. დაკრძალვის შემდეგ თამარმა მიიღო ზაქარიას ადვოკატისგან წერილი. წერილში ეწერა, რომ ზაქარიამ დატოვა მისთვის რაღაც. ის იყო 5. პატარა, ძველი 5. თამარმა გახსნა ის. შიგნით იყო წერილი და ფოტო. ფოტო იყო მედეას, ახალგაზრდა ლამაზი ღიმილით, რომელიც ანათებდა მთელ სამყაროს. წერილში ზაქარია წერდა: თამარ, მე ვიცი, რომ შენ არ გამოაქვეყნე ჭეშმარიტება. მე ვიცი, რომ შენ შეინახე ის. მე მადლობელი ვარ შენ ამისთვის. მე მადლობელი ვარ, რომ შენ გააკეთე ის, რაც მე ვერ გავაკეთე. შენ პატიე. შენ პატიე ეროსი. შენ პატიე ის, რაც მე ვერასოდეს შევძელი პატიება. და ახლა მე მინდა, რომ შენ იცოდე, მე ასევე ვპატიე. მე ვპატიე ეროსი. მე ვპატიე ის, რაც მან გააკეთა. მე ვპატიე, იმიტომ რომ მე გავიგე, რომ ის იყო ასევე მსხვერპლი, როგორც ჩემი და. ის იყო მსხვერპლი სიყვარულისა, რომელიც იყო ძალიან ძლიერი, ძალიან ბნელი, ძალიან დამანგრეველი. და მე ვიმედოვნებ, რომ სადღაც იმ სამყაროში, სადაც ჩვენ ყველა წავალთ, ეროსი და მედეა იპოვეს ერთმანეთი. მე ვიმედოვნებ, რომ ისინი იპოვეს მშვიდობა. მე ვიმედოვნებ, რომ ისინი იპოვეს სიყვარული, რომელიც მათ ვერ იპოვეს აქ. თამარი ტიროდა, როცა წაიკითხა ეს წერილი. ის ტიროდა ზაქარიასთვის. ის ტიროდა მედეასთვის. ის ტიროდა ეროსისთვის. ის ტიროდა ყველასთვის, ვინც იყო ჩართული ამ საშინელ, ტრაგიკულ, ლამაზ ისტორიაში. დღეს, როცა თქვენ დადიხართ თბილისის ქუჩებში, თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გაიგონოთ ეროსი მანჯგალაძის ხმა. ის ისმის ძველ ჩანაწერებში, ძველ ფილმებში, ძველ რადიო გადაცემებში. ის ისმის იმ ადამიანების მეხსიერებაში, რომლებიც ჯერ კიდევ იხსენებენ მას, რომლებიც ჯერ კიდევ უყვარდათ მისი ხმა. ის არის ხმა, რომელიც არასოდეს გაჩერდება, რომელიც ყოველთვის იქნება, რომელიც ყოველთვის იქნება ნაწილი საქართველოს ისტორიისა. მაგრამ ახლა, თამარის წიგნის შემდეგ, ადამიანები იციან უფრო მეტი. ისინი იციან, რომ ეროსი მანჯგალაძე არ იყო მხოლოდ ხმა. ის იყო ადამიანი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გული, რომელსაც ჰქონდა სული, რომელსაც ჰქონდა ტკივილი. ის იყო ადამიანი, რომელიც იყო შეყვარებული, რომელიც დაკარგა თავისი სიყვარული, რომელიც ცხოვრობდა მარტო. ის იყო ადამიანი, რომელიც გააკეთა შეცდომები, რომელიც ცხოვრობდა ბრალეულობით, რომელიც ცხოვრობდა ტკივილით. და შეიძლება ეს არის უკეთესი. შეიძლება უკეთესი არის იცოდე ჭეშმარიტება, მაშინაც კი, როცა ჭეშმარიტება არის ტკივილიანი. შეიძლება უკეთესი არის იცოდე, რომ ჩვენი გმირები არ არიან სრულყოფილები, რომ ისინი არიან ადამიანები, როგორც ჩვენ, რომ ისინი აკეთებენ შეცდომებს, როგორც ჩვენ, რომ ისინი ტანჯავენ, როგორც ჩვენ. ეროსი მანჯგალაძის საფლავი არის თბილისის ძველ სასაფლაოზე. ის არის მარტივი საფლავი, მარტივი ქვით, რომელზეც ეწერა მხოლოდ მისი სახელი და თარიღები. არ არის დიდი ძეგლი. არ არის ოქროს ასოები. არ არის არაფერი, რაც მიუთითებდა, რომ აქ დაკრძალულია საქართველოს